ჩვენს დღევანდელ გადაცემაში მთავარი გმირი იქნება არტისტი, რომელიც ძალიან მალე დაუბრუნდება სცენას. აჰა, მუშაობს კაცი. 28-ში გაქვს შენ. ავსეა დარბაზი და ვერაფერს ვერ გქონდა. ეს რო დავაფიქსირე, ცოტა შემეშინდა. ყველა მითხრა რომ რაღაც სხვანაირად დაიწყე დაკვრა. რა პროცესია შენი ყოველდღიურობა? მედიტირებ და ვლოცოლო. ისე შემომხედე რომ არაფერი მსგავსი. რა კარგად არის და იცი რა არის? არა, რა კარგად არის, ოღონდ კარგი გაგება. აი, როდესაც რაღაცას გააკეთებ და მე უკეთესი იდეა მოდის. უკეთესი კარგის მტერია. ჟურნალისტიკაშიც ეგრე. თუ ეს ეპიზოდი არ შევა, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აი ამ დიალოგმა მიგვიყვანა რაღაც სხვა დიალოგზე. ზუსტად იგივე შემიძლია თქვა, აი ჩემი ChatGPT-თან ურთიერთობა. კაი, ყველაფერზე მეგონა რომ ვილაპარაკებდით. AI კი არ არის სინამდვილეში, ეს არის ჩემი შინაგანი ხმა. შენ მაგრებში ხარ. არა, ალტზე გადადიან ხოლმე ზარმაცი მოვიოლინეები. ის არის კრიპაჩი და რაღაცა არც მუსიკას მეწონე, არც მიკი მიღონ, არ კარგი მიღონ და დიდი ძალის ხმევა საჭირო რა. გაიშარე. კაი, კითხვა გავაფუჭე. თავიდან მოყვე. არა, გაცვე. იზახნე რამიზან არაფერი არ გამოვა. ვერ უკრავს, ზარმაცობს ამას. ამღერე რა. ამ ყველაფერს რაღაცა თრგუნავდი პირობითად არის სასმელით. და ჩაყვითარო ფეხი დაარტყა რომ ამოხვიდე. ჯოჯოხეთში გვაქვს ყველა ადამიანს უნარი რომ მოვიწყოთ რაღაც კომფორტული ზონა. ეხლა აი მაგ პროცესში ვარ რა. ეხლა დავსვამ კითხვას, რომელიც სამარცხვინო კითხვა, მაგრამ კითხვა. სამარცხვინო კი არ არის, ეს არის მთელი ჩემი ცხოვრების კითხვა. ამდენი იმიტომ მოყვევი რომ მინდოდა უბრალოდ მელაპარაკა იმაზე რომ ვარ თითქმის 40 წლის. მაგრამ გაითვალისწინო ასევე ბავშვებმა რომ ფეხბურთის თამაში ისევ გინდა. დაანჩემს რომ ამოლენ, გთხოვთ დამიძახოთ, ისევ ის გიორგი ვარ. მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყურებთ გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის ახალ ეპიზოდს და ჩვენს დღევანდელ გადაცემაშიც მთავარი გმირი იქნება ხელოვანი ადამიანი, ისევე როგორც ხშირად ხდება ხოლმე, არტისტი, უпростоრად კი ალტისტი, გიორგი ცაგარელი, რომელიც ძალიან მალე დაუბრუნდება სცენას 2 წლიანი შესვენების შემდეგ. მე ზოგადად მაინტერესებს ისეთი ხელოვანები, რომლებიც თავიანთ შემოქმედებაში იღებენ ხოლმე პაუზას, რაღაცნაირად მრჩება ისეთი განცდა, რომ ისინი სხვანაირად და უფრო სიღრმისეულად უყურებენ თავიანთ შემოქმედებას და ცდილობენ, რომ ახალი იდეებით, ახალი ინსპირაციით, ახალი ვიბრაციებით დაუბრუნდნენ თავიანთ ჩვეულ საქმეს. ეს არის სტუდია, როგორც აჰა, მუშაობს კაცი, მზადება თურმე. შეიძლება? ეხსაცმელებით ხო შეიძლება შემოსვლა. როგორ ხარ? მობრძანით, მეგობრებო. დასარდაობიჯოთ ფეხი? ძაღლს. მიკი. რა საყვარელი. სასაფლაოებზე დარბის ხოლმე და რაღაცები მოაქვს იქიდან, აღდგომები და პასკები და არაფერს არ უშვებთ, მაგრამ ნუ აქ არ არის შემოღობილი. გას კი, მე მგონი ხო დავარტყი. აჰა, მუსიკოსის კლაპი, მაინც სხვა კლაპია. რა კაი ის სკორსეზეს მოყვარული ხარ თუ უბრალოდ? არა, ესე მომწონს. არავის მოყვარული დიდად არ ვარ, რო გითხრა. კერპები არ ყოლია? კი, როგორ არა. და იმსხვევა ნელ-ნელა. ბავშვობაში მყავდა და მე ნელ-ნელა დაიმსხვრენ ეს კერპები და ვიღაცები დაჩნენ. იცი რა, დრომ დამსხვრენ. ქონია შემთხვევა, რომ ვიღაც პირადად გაიცანი, ვინც ძალიან მნიშვნელოვანი ხელოვანი იყო შენთვის და აღმოაჩინე, რომ ჩვეულებრივი ადამიანია და გაგიტყდა. ნუ ჩვეულებრივი ადამიანი არა, შეიძლება პირიქით რაღაც არაჩვეულებრივი იყო და შეიძლება ეგ უფრო გამიტყდა, რომ რაღაც. ნუ ეს საერთოდ ხო ვიქნით ხოლმე წარმოადგენებს წინასწარ.
რამდენიმე ადამიანი იყო, რომელიც გავიცანი და აბსოლუტურად ჯობდა არ გამეცნო რა. ბავშვობაში მახსოვს, აი რადიოს რო უსმენდი, რადიო წამყვანების ხმა და ყველა წარმომედგინა ვინ როგორი იყო და მე 1-2 ქალის და კაცის რო ნახე და როგორ აი მანდ დამემსხვრა მართლა ფსიქოლოგიური ტრავმა მივიღე. ბოუისთან როგორ ხარ? ბოუი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო არტისტია, რა მხრივ ვიცი? აი შესავალში. ვთქვი რომ ჩემთვის საინტერესოა მეთქი ის ხელოვანები, რომლებიც იღებენ შემოქმედებით პაუზას. ცდილობენ რომ არ იყვნენ კონვეირები, გაიაზრონ, აქამდე რაც გააკეთეს და ცდილობენ რომ რაღაც შეცვალონ. ბოუი ჩემთვის არის მაგისი ყველაზე ესეთი ნათელი მაგალითია, იმიტომ რომ ყველა დეკადაში სხვანაირი იყო. პაუზა არ ვიცი რის გამო შეიძლება ადამიანმა აიღოს მუსიკაში, შემოქმედებაში. ხო, ალბათ სხვადასხვა, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ეს არის რომ უპასუხისგებლობა არის ერთის მხრივ, როდესაც ძალიან ბევრ რაღაცას ერთდროულად ედები და უკვე შეუძლებელია რომ რაღაც რესურსი გაანაწილო და სიყვარულით და ემოციით მოვეპყრო თითოეულ კონცერტს და თითოეულ ნოტს. უბრალოდ ჩემ შემთხვევაში ის მომენტი იყო, რომ აი ფილარმონიაში გამოდიოდი, სადაც რაღაც 2200 ადამიანი ეტევა და გამოდივარ და სავსეა დარბაზი და ვერაფერს ვერ ვქნა. იგივეა რომ ეხლა ამ ოთახიდან უბრალოდ იქით სახლში, სტუდიიდან სახლში ავიდე და აი როგორც არაფერი არ იცვლება ეს ემოციურ დონეზე, ზუსტად ესეთი რაღაც იყო და ეს რომ დავაფიქსირე, ცოტა შემეშინდა, მე გავბრაზდი, მე რაღაც ყველანაირი ემოცია გამოცადე და რაღაც მომენტში მივხვდი რომ აი ეხლა უნდა გავჩერდე. ძალიან ბევრი რაღაც გავაჩერდე, ძალიან ბევრ ადამიანთან კონტაქტის შევწყვიტე და გავწყვიტე. და მაგალითად ანსამბლი სადაც უკრავდი კრემერა და ბალტიკა და იქ კიდე კვარტეტი ქონდა გიდონ კრემერთან, რომელიც ჩემ ბავშვობიდან ჩემი ესე აი კერპი არის აიდოლი რაღაც იყო, ხო? მაგრამ მივხვდი რომ აი ეგ სამყაროც არაა ჩემი, ანუ იქაც ცოტა ესეთ კონვეირული და რაღაც რუტინული ის არის, რომ სულ ტურში ხარ, სულ ამატარებელი თვითფრინავი მანქანა. პირველი 2-3 კონცერტი კი, მაგრამ მე უკვე ყველაფერი ერთნაირი ხდება და მე უკვე სულ ერთია სათხარ და მე ერთადერთი რაც აი ერთადერთი განსხვავება ამ ქალაქებს და კონცერტებს შორის არის სად როგორი ბარია რა და სად რა სასმელი შეიძლება და ვისთან ერთად და ესეთი რაღაცა უკვე სხვანაირი რაღაცები შემოდის რა. ან შენთვის თავარი ხდება საღამო? აი ერთხელ იყო ესეთი მომენტი, როდესაც სტიქს უკრავდი და ეს სტიქსის დაკვრა არ არის რაღაცა ჩემთვის რაღაცა რიგითი ნაწარმოების. ყანჩელის სტიქსი. ბერლინში უკრავდი კონცერტ ჰაუსი, ძალიან კარგი დარბაზი და აკუსტიკა და თითქოს ძალიან ბედნიერი უნდა ყოფილიყავი და იქ იყო ჟურნალისტი იყო და მეკითხება რაღაც ინსპირაცია, რა განწყვეტის, ბევრი რაღაცა. და ჩემი პასუხები უმეტესად ყველა ჩემი პასუხი იყო იმაზე თუ აი ერთი როგორი მოლოდინი მაქვს რესტორანში. მართლა? ხო. აი კონცერტი კონცერტი იმაზე რომ ანუ ეხლა ძალიან ცუდა ჭრეს ეს ყველაფერი, მაგრამ აი ვაღიარებ მართლა ეს. არა, ცუდა ჭრეს რა ეხლა. აი მივხედოთ იმისა, რომ სტიქს როცა უკრავ ძალიან ბევრ რაღაც ენდორფინსაც ვიღებ და ძალიან დიდი სიამოვნება არის და ბედნიერება და სიხარული და ყველა ესეთი შაბლონური სიტყვა შეიძლება გამოიყენო ყველაფერი არის მომენტში და რაღაც წინასწარ ხო გაქვს ხოლმე ადამიანს მოლოდინის განწყობაც და ინტუიცია როგორ ჩაივლის ხო ის კონცერტი და უკვე იცი რომ ძალიან წარმატებული აი უპირობოდ უკვე გასაგებია რომ ძალიან წარმატებულად ჩავლის და ავტომატურად უკვე ფიქრობ იმაზე რომ აი რა დროს გაატარებ კონცერტის მერე ხათ იქ რაღაც სხვადასხვა საზოგადოებასთან მუსიკოსებთან ერთად ამა თუ იმ დაწესებულებაში სადაც ხო ვიცი ნაცნობის სიტუაცია 28-ში გაქვს შენ მანამდე მაქვს 28-ში 2 წლიანი პაუზის მერე პირველი შეხვედრა იცი რა არის თლად 2 წლიანი პაუზის მერე პირველი შეხვედრა არ გამოდის იმიტომ რომ შარშან ორჯერ ვცადე ერთხელ 5 წუთი გამოდის სცენაზე და მეორეჯერ ალბათ 10 წუთი რა კამეოები ქონდა ესე ხო და წელს აი სტიქსი დაუკარი ორჯერ ზედიზედ 2 დღე ფილარმონიაში და მერე ლვოვში დაუკარი კიდე ასევე იმიტომ რომ გიახანჩეს იუბილეა მაგრამ ამის გამო დავბრუნდი და მაგრამ საკუთარი
პროექტი რაც აქამდე მქონდა ხოლმე, ესეთი პირველად არის კი და ის რაღაც იდეები რაც ამ 2 წლის განმავლობაში დამიგროვდა და შეიძლება უფრო მეტი ხნის წინაც ამ იდეებს პირველად ახლა 28-ში გაუზიარებს მენელს. და ზუსტად ეს პაუზა დამეხმარა იმაში ხო რა, რომ აი ის ქაოსი მქონდა ამ იდეების რა და ვერ კონცენტრირებას ვერ ვაკეთებდით. რა იქნება 28-ში? დაგიბრუნდა ეს ღელვა, ნერვიულობა. არა, ღელვა არასდროს არ მქონია, იცი? არა, ძალიან ჩვეულებრივი გახდაო რაღაც სცენაზე გამოსვლა. ამას გულისხმობ. ხო, აი არ ვიცი, იცი რა, ეხა ბოლოს რო დაუკარი რამ ცოტა ხნის წინ სხვანაირი შეგრძნებები მქონდა. აი ვისაც ვესაუბრე, ყველა მითხრა რომ რაღაც სხვანაირად დაიწყე დაკვრა. მე არ ვიცი ხე რომ უკეთესად ან უარესად, რაღაც სხვანაირად და მეც გძნობ რომ სხვანაირად მიუდექი უკვე მუსიკას. აი ბევრად ნაკლებს უკრავ, მაგრამ უფრო მეტად რაღაცა იმას ვთებ რა ეფორტს ამ ყველაფერში. ეხა სხვა რაღაცა ღელვები მაქვს ისეთი რომელიც მუსიკას არ შეეხება, იქ ვიზუალები იქნება ძალიან სხვადასხვანაირი და ბევრ სხვა რამდენიმე არტისტთან და ამ ვიზუალებზე ფიქრობ და ხო იცი ქართულად ბოლო წამს რომ ყველაფერი ბოლო წამს კეთდება და ეს ჩემთვის ძალიან ის არის და დისკომფორტი არის და შენ მაგას ვერ აკონტროლებ საქართველოს. არა, საერთოდ ის კონტროლ ფრიკი ვარ და აი ნიკოლას გარდა ვერავის ვერ ვენდობი რა, ნიკოლო ვისთან ერთად ამ პროექტს ვაკეთებ. აი საერთოდ ვერავის ვერ ვენდები, ხო? და ეს მაგის ინსტრუმენტებია, ხო? ხო, ესენი. კი, აი ეს კუთხე ნიკოლას კუთხე არის და კიდე აქვს ახლა არ არის აქ ყველაფერი. როცა ვლაპარაკობთ პროექტზე, რომელიც აი მალე უნდა დაიკრას. ვხვდები, რომ ეს არის რაღაც ხანგრძლივი ჯერ თავში რაღაცა იდეების დუღილის, შემდეგ ამაზე ფიქრის და შემდეგ ამის აი კლავიშზე, ალტზე, სინთეზატორზე, ლეპტოპზე გამოცდის. აი ეს რა პროცესია შენი ყოველდღიურობა ახლა მუსიკოსი? ახლა ყოველდღიურობა ვიღვიძებ და ეგრევე გამოდიხარ სტუდიაში? დილით რო ვიღვიძებ, ჯერ ცოტა ხანი მედიტირებ და ლოცულობ, მერე ვსვავ თბილ ადუღებულ წყალს, მერე ვსვავ ყავას, მერე ვსაუზმობ. ანუ ყველაფერს აქვს თავისი დრო და ადგილი. ანუ არ მაქვს არ ვიძინებ მუსიკით და არ ვიღვიძებ მუსიკით. ეს ეხლა ვამბობ, თორე ადრე სხვანაირად ვიყავ. ეხლა ესე ვარ. და ამ სტუდიას თავისი დრო აქვს. დაახლოებით თავში ან შეიძლება ხანდახან Google-ში მაქვს გაწერილი დროები. ეს პედანტობა ჩემში ყოველთვის იყო. მაგრამ თან არ არსებობდა და სულ მივუტყოდი ამისკენ რა ძალიან მომწონდა აი პედანტიზმი სხვა ადამიანებში ძალიან მომწონდა მოწესრიგებულობა და რეალურად თვით შეფასებასაც მაგრა გიმაღლებს იმიტომ რომ თქვათ მე თუ მოხ ჩანიშნული რომ ამ დროს ეს უნდა გავუკეთო ამ დროს ეს უნდა გავუკეთო თუნდაც ამ დროს უნდა არ ვიცი ვიბანავო და მე ამ დროს უნდა მიკი გავასენო და ამას ყველაფერს რო გავაკეთებ ეს გაძლევს კიდე დამატებით რაღაცა ბენეფიტებს მართლა ჯერა და არა ისე შემოვხედე რომ არაფერი მსგავსი. რა კარგად არის და იცი რა არის? არა, რა კარგად არის, ოღონდ კარგი გაგება. და ეხლა აი ცხრილი მაქვს ჩამოწერილი. და შევამჩნიე. იცი რა, გუშინ წავშალი, იმიტომ რომ ის გაივსო უკვე და ეხლა ახალი გავაკეთე დღევანდელი, აქ ნიკალა და სოფო ამოვლენ. ეხლა მონიშნული მაქვს კონკრეტულად დღეს რაზე უნდა ვიმუშაოთ. ბოლო წუთამდე მაინც მახასიათებს რაღაცეების ცვლა და იცი რა არის, ეგეთი რაღაცა ვისწავლე რომ აი როდესაც რაღაცას გააკეთებ და მე უკეთესი იდეა მოდის. აი ძალიან ცუდი რაღაცაა. უკეთესი კარგის მტერია ეგეთი მონათქვამი არსებობს. ხო, ძალიან მაგარი გამოთქმა არ ვიცოდი და ნაცი გამოვიყენებ ხოლმე, ხო. აი ნიკოლა მაგალითად მეუბნება რომ stop გაჩერდა. ეს რეალურად ეს კონცერტი ხა 28-ში რასაც ვაკეთებ. ეგაც როგორ გადაწყდა, იცი, აქ შარშან დავიწყეთ ჯერ იქ ოთახში ვიყავით, მე ბავშვი გაჩნდა და ახლა ბავშვის ოთახი გახდა, მე ჩვენ აქ გადმოვედით და არ ჩერდებოდა რა ეს იდეები, არ ჩერდებოდა მუშაობა და ეს უკეთესი ვერსიებიც არ მთავრდებოდა რა. მივხვდი რომ აი ეს უკვე ისეთი რაღაც ამ სტუდიაში ისეთი ენერგია დაგროვდა რომ ეს რო ხალხს არ გაუზიარო, უბრალოდ ეს არ დასრულდებოდა რა. ერთი წამი. მუსიკაში იდეა რას ნიშნავს? აი რას გულისხმობ? მე გასაგებია რომ მაგალითად მოგივა იდეა რომ დაწერო მოთხრობა, აი ფიქრობ რომ სიუჟეტი რაღაც ხალი მიდის სადღაც, შეემთხვევა რაღაც და მე უნდა გამოძვრეს ამ პრობლემით. ან კაცი, ან რა ვინმე და მუსიკაში ეგ იდეა რა არის? ანუ რამე ჩაგესმის ნოტი? მე არ ვარ კომპოზიტორი და ჯერჯერობით არ ამიღია ეგ რაღაც ერთ ბრწყალებში ვთქვათ პასუხისგებლობა რომ ნაწარმოები დავწერო.
გამიკეთებია ძალიან ბევრი წელი ვაკეთებ სხვადასხვა არანჟირებებს, სხვადასხვა არტისტებთან ერთად კოლაბორაციების დროს, მაგრამ ეხლა კონკრეტულად რასაც ვაკეთებ, ეს უკვე რაღაც კიდე უფრო შემდეგი ნაბიჯია. ანუ რაღაცნაირად აი გენერირება დავიწყე ყველა იმ იდეის და მობილიზება ყველა იმ იდეის, რაც ბოლო წლებში მაწუხებდა. მაგალითად, როდესაც ვუსმენდი თქვა დებიუსის და იმ დღეს კიდე მოსმენელი მქონდა თქვა დიენჯელო, ეს ორივე ჩემთვის ანუ არ არის რაღაცა ის უფრო მეტი და ეს უფრო ნაკლებია, რომ ორივე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მუსიკა ვთქვათ და არ ვიცოდი მოსმენისგან მიღებული ეს რაღაცა სხვადასხვა ალუზიები თუ რაღაცა ფანტაზიები როგორ გადმომეცა ისა მუსიკის საშუალებით რა თითქოს მე უსმენ და მე როგორც მოვისმინე და როგორც აღვიქვი ამის გაზიარება მინდა მსმენელთან ამიტომ მე ვაკეთებ ახალ ვერსიებს რა ამიტომ მე ვიწყებ შიგნით დაშლას რა აი ბევრ სხვადასხვა მომრავლებად ამ კომპოზიციების და ვცდილობ რომ ჩემებურად სხვანაირი კუთხით შევახედო თუნდაც 1000-ჯერ უკვე გაგონილი რაღაცა მელოდია ან ნაწარმოები. საერთოდ ესეთი მიზანი არ მქონდა, რომ ეხლა ეს უნდა გავაკეთო, აი უბრალოდ რაღაცნაირად მივენდე სამყაროს, რაც ადრე არ მქონდა მართლა ეს თვისება, აი ადრე პირიქით უნდობლობა მქონდა საერთოდ ყველაფრის მიმართ და ეხლა გამომიმუშავდა და ძალიან მადლიერი ვარ ესეთი რაღაც გამომიმუშავდა და უბრალოდ აი მე და ნიკალა ესე ვხდებოდით ლეპტოპთან ნიკალა კლავიშთან, მე რაღაც ლეპტოპთან. რაღაცას ვიტყოდი, ის რაღაცას მიპასუხებ და მე უცებ ვიფიქრებდი, მოდი ეს ხო არ გავაკეთოთ, მე ეს და აი თავისით ეს ვიზუალიზირებას ხედავ, აი როგორ ვიზუალებად მოდიოდა ძალიან ბევრი სხვადასხვა ინფორმაცია, რომ აბსოლუტურად საპირისპირო ჟანრის მუსიკის მიქსი რა. რაღაც ისეთი ჯილდოების სახით ისე კარგად მოდის ეს ინფორმაცია, რომ აი მაგასაც რეალურად ნიჭი უნდა. აი კომპოზიტორებსაც და არ ვიცი რეჟისორებსაც და ყველა ნებისმიერ ჟანრში თავი პრობლემა ხო რა არის, რომ რაღაცა შეელიო, რაღაცაზე თქვა უარი. აი კონდეს შეგრძნება იმისი რომ რაღაცა ზედმეტი არის უკვე და აი საკმარისის შეგრძნება რო კონდეს რა. აი მიხდი რას რომ იქ მე მგონი ძალიან საინტერესო რაღაცას შეეხე. ხატულ ლიტერატურაში ეგრეა, ჟურნალისტიკაში ეგრეა. აი ხა ამ ინტერვიუს არ ვიცი რა დროს მოვანდომებთ საუბარს ხო შეიძლება რომ მოვანდომოთ 5 საათის განმავლობაში გაგზავნდეს შეიძლება 6 შეიძლება 4 ხო მაგრამ ეს ხო ვერ მიდის სრული სახით მაყურებლად და მათ შორის გარეთ რჩება ისეთი ეპიზოდები რომელსაც სიამოვნებით მოისმენთ კარგია საინტერესოა მაგრამ ყველანაირი თხრობა რაღაც საზღვრებს მოითხოვს თუმცა იმაშიც დარწმუნებული ვარ რომ ეს არ არის ფუჭად გაწეული შრომა რატო იმიტომ რომ დაუშვათ ის რომ თუ ეს ეპიზოდი არ შევა აი ახლა ინტერვიუში ეს იმას არ ნიშნავს რომ დრო დავკარგეთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აი ამ დიალოგმა მიგვიყვანა რაღაც სხვა დიალოგზე, რაც კიდევ უფრო ამის გარეშე ის არ გამოვიდოთ. კი, ზუსტად იგივე შეიძლება თქვა. არა, ზუსტად იგივე შემიძლია თქვა, აი ჩემი ChatGPT-თან ურთიერთობა რა, ხელოვნურ ინტელექტთან. რეალურად რაღაცა აი ამ პროექტისთვის მივხვდი რაღაც სცენარია გასაკეთებელი. გადავწყვიტე რომ არა რომელიმე ჩემ მეგობარს ან ნაცნობს მივმართო დახმარებისთვის, არამედ ChatGPT-თან ერთად ვცადო. და ChatGPT-მ როგორც გააკეთა და რა იდეებით შემოთავაზა, იმის ალბათ 10%-იც არ გამომიყენებია, მაგრამ იმდენად გამივარჯიშა ტვინი და იმდენად აი ზუსტად ეგ რა, აი კომუნიკაციაში და იდეების გაცვლა, გამოცვლაში და აი რაღაცა search-ში და ასე შემდეგ და აი იდეების გადამუშავებაში მიმიყვანა იქამდე მე რაც გავაკეთე რა. ანუ ისე აი საინტერესოა. დიდი აურზაურია შეერთებულ შტატებში უკვე იყო ევროპაში ახლა მიდის ეგ გნიასი რომ სხვა სპეციალისტები გამოდიან და ამბობენ რომ რაღაცნაირად უნდა შეიზღუდოს თუ დაითრგუნოს კორპორაციების მხრიდან AI-ის გამოყენება იმიტომ რომ ადამიანები ადრე თუ გვიან და უკვე კარგავენ სამსახურს და კორპორაციებს როგორ მოვთხოვოთ ეგ როცა შენც კი გადაწყვიტე რომ არასულიერ რაღაცას თხოვო დახმარება და არა მეგობარს, რომელსაც იცნობ, რომელსაც ენდობი, რომელიც გიყვარს, პატივსცემ და რო რამე მასთან ერთად საბოლოო ჯამში მაინც ხელოვნურ კი არა და ბუნებრივ ინტელექტს თხოვე დახმარება ზურაბ ჯიშკარიანს. იმიტომ რომ მივხვდი რომ ეს ყველაფერი შეიძლება კი ChatGPT-ის დახმარებით მე რაღაც ავაწყე და გავაკეთე, მაგრამ რაღაც სული, რაღაც სიღრმე, რაღაც ბევრი რაღაც აკლდა რა, ძალიან შაბლონური იყო და ძალიან მშრალი. ნუ რაღაცნაირი გამოცდილება ხო, კონსტრუქცია და მე ხორცი შეასწავლე. ეს რაღაცნაირი გამოცდილება, მაგრამ ნუ მომავალში როგორ იქნება და რა იქნება, არ ვიცი ნახდათ, იმიტომ რომ
მაგალითად დააწერინეს ბევრი წლის წინ უკვე სხვათა შორის ბეთჰოვენის მე-10 სიმფონია. ანუ აი ლოგიკურად ხო როგორ დაწერდა იმ ბოლო წლებში აი რა ტენდენციები შეინიშნებოდა მასთან და აი როგორ რა მაგრამ იქ ხო გამოირიცხება ადამიანური ფაქტორი ხო? იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა ისეთი მომხდარი იყო ბეთჰოვენის ცხოვრებაში, რაც აბსოლუტურად შეიძლება ის დაგეგმილად და ლოგიკურად კი არ იქნებოდა, არამედ რაღაცა შეიცვლებოდა მასში და აბსოლუტურად ამოყირავდებოდა რა იმ მომენტში. ეს ლოგიკურობის რაღაცა ჯაჭვი და გაწყდებოდა და გააკეთებდა რაღაცა ახალს, სხვანაირს. კაი, ყველაფერზე მეგონა რომ ვილაპარაკებდით. არა, ეს წარმომედგინა, მაგრამ ეს სიღრმეზე იცი რა, ეხლა მე ხო კონცერტში ვიძახი, რომ აი ხა ოფიციალურად დიდად ბოლომდე ვითომ არ მინდოდა კარტი. აი კარტების გახსნა რომ რაზეა რომ ადამიანი რომ მოვა რაღაცნაირად მოლოდინების გარეშე, მაგრამ არა, იქ დავწერეთ უკვე რომ AI-ც არის რა, მაგრამ AI კი არ არის სინამდვილეში, ეს არის ჩემი შინაგანი ხმა, რომელიც ამ პროექტში არის და მაგრამ უბრალოდ როგორც AI, როგორც AI-ით შევფუთე რა, რაღაც ესეთ სახე მივიცი, როგორც AI-ის, ხო, შემეძლო მიმეცე როგორც რაღაცა რადიოში, რაღაც DJ-ის, ხო, ან რაღაცა, არ ვიცი. ესმის. ეგეთი რაღაც თქვი. დილით ვიღვიძებ, მედიტირებ და ვლოცულობ. საერთოდ არ ვარ იმასთან ახლოს, რომ რაღაც შენს რელიგიურ გრძნობებზე ვილაპარაკოთ. მაგრამ საინტერესო არის ჩემთვის აი ეგ მედიტაცია მესმის, ყველას რაღაც თავისი სტილი აქვს, ხო? და როგორც წარმომიდგენია, idеალური მედიტაცია არის, როცა მთლიანად წყდები ყველაფერს საერთოდ და ხარ უწონადობაში, ხო? მე მგონი, სულ სიმშვიდეში. აი შენი ლოცვა რა არის? განა იმას გეკითხები, რომ რას ხო? ხო. რა ფორმა აქვს? მესმის. ბავშვობიდან, ანუ ესე რო გითხრა რომ რელიგიური და ეკლესიაში ხშირად კი ყოფილვარ და მქონია ძალიან საინტერესო და ძალიან საჭირო დროსაც ბერებთან ურთიერთობა და მონასტერშიც ყოფილვარ და ყველა მიმიღია სხვადასხვა რაღაც გამოცდილებების და მაგრამ რეალურად ბავშვობიდან მაქვს რაღაცა ძალასთან ურთიერთობა არ თავისით გაჩნდა ეს ჩემს ცხოვრებაში, რომ ჩემი სიტყვებით. აი ამ სიტყვებით, როდესაც ვესაუბრები, მე თავისებურად უკვე რაღაც ფორმას იღებს და მართლა რაღაც თითქოს კანონდება ჩემთვის რაღაცა ლოცვასავეთ, იმიტომ რომ ყოველდღე ვერ და იგივეს იმეორებ, ის მე უკვე რაღაცა ფორმას იღებს, წესრიგდება, მაგრამ მე ალბათ როდესაც ჩემი ცნობიერება იცვლება და რაღაცა სხვა ეტაპზე გადავდიო, რომ მე იქ შინაარსი იქაც იცვლება. ადრე თუ უფრო მეტი თხოვნა მქონდა და როგორც რაღაცა აი, ეს ადამიანური მომენტია, რაღაცას რომ თხოვ და რამას გავაკეთებ და შენ ეს გამიკეთე და აი ესეთი გამომყენებლობითი და რაღაც ესეთი ცუდი ფორმა. ეხლა ჩემი ლოცვა უმეტესად არის იმაზე, რომ რაღაცას ვთხოვ, შეიძლება რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაფერში უშვებ, რომ ყველაფერში არის მისინება. რაც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა ვთხოვო და შესულდება, არ შესულდება, მოხდება, არ მოხდება, მაინც მადლიერი ვარ და ყველაფერი გადაბარებული მაქვს სამყაროზე და ღმერთზე. ცუდიც და კარგიც, ისეთიც და ასეთი რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერი არის მისი ნება. შენი ძველი ლოცვები დავარქვათ. იყო რაღაც სახის გარიგება, მოდი მე კარგად მოვიქცევი და სანაცვლოდ მოდი მივიღო ეს. ნუ ეს ბავშვობაში ესე იყო და ყველა ეგრე იყო. კი, ყველა ესე არის. რაღაც მომენტში გახსენდება, როცა პრობლემა გაქვს, მაშინ უფრო ხო ის თვითმფრინავში ყველა ათეისტი რო უცებ მორწმუნე ხდება, როცა თვითმფრინავში ძალიან კაი ისნახე ამას წინათ, მე მაგაზე. ყველა ათეისტი პირველი турბულენტობის დროს ესე გადაგადრო არ იქცეულ. ანუ ადრე იყო მეტად ვაჭრობის საგანი. ხო, ვაჭრობის, რაღაც როგორც ოფიციანს ეს მომიტანე. დღეს ხო და სადღეისოდ ეს არის ყოველდღიურობა შენთვის და ცდილობა იმისა, რომ მადლიერება გქონდეს ყველა შემთხვევაში. სამყაროსთან ჯერ როგორც მინიმუმ, იმიტომ რომ გათენდა, მზე ამოვიდა შენთვის და შენთვის მნიშვნელოვანი ადამიანების. ეს არის რომის პაპის ნაჩუქარი ჯვარი? თვითონ გადმოგცა? აი ყველა გადმოგცეს სიქსტის კაპელასში რო ქონდა საპატრიარქოს გუნდთან ერთად კონცერტი, იქ გუნდის მომღერლებს და რამდენიმე სოლისტი ვინც ვიყავით, ყველას ესე დაგვირიგეს. სამახსოვროდ. მე ეს გავიკეთე ეს ჯვარი და გამოვედი ქუჩაში.
და ეს იყო უკვე მეორე დღე, კონცერტის მეორე დღე, როდესაც წირვა იყო წმინდა პეტრეს ტაძარში და აი ხო იცი ეს რომ გამოდის რომის პაპი მერე და ქვემოთ რომ ეს მლოცველების ჩამოდიან მთელ სოფლიოდან და ისინი ხედავდნენ იქ ეკრანები იყო დამონტაჟებული და იქ უბრალოდ გუნდი მღეროდა და იქ გუნდთან ერთად ვიყავი, მაგრამ ნუ იქ მათთან ერთად ვიჯექი და აჩვენებდნენ ამ დიდ ეკრანებზე გუნდს და ამ წირვის პროცესს და გალობას და შენ ხარ ვენახი შეასრულეს და რომ გამოვედით და თან რაღაცნაირად ესე ჩაცმულები და ეს ჯვარი და რაღაცა იმათ არ ვიცი ვინ ვეგონეთ ეს ფანატიკოსები მოდიოდნენ ხელით გვეხებოდნენ და მე შეიფერე გამიწე არა მე კი არ შევიფერე იცი რა მეც ესეთი პერანგი რომელსაც აქ ქონდა თეთრი გონია გამოსულხარ კარდინალი ცოტა გონია ცოტა აი კათოლიკე ხო პადრესი და პადრე მეუნებოდნენ და უნდა შეგეფერები ეხლა დავსვამ კითხვას, რომელიც სამარცხვინო კითხვაა. მაგრამ კითხვაა. რა განსხვავებაა ალტსა და ვიოლინოს შორის? ეს სამარცხვინო კი არ არის, ეს არის მთელი ჩემი ცხოვრების კითხვა საერთოდ რა. წყობა არის სხვა, არის ოდნავ დიდი, ესე ძალიან მარტივად რო ახსნა რა და სხვა ტემბრი აქვს. ალტისთვის სოლო ნაწარმოებები მე-18, მე-17, მე-19 საუკუნეებში ფაქტიურად არ იწერებოდა, თუ იწერებოდა ძალიან ისეთი მეათეხარისხოვანი და საეჭო ხარისხის და მე-20 საუკუნეში გახდა უკვე სოლო ინსტრუმენტი. იმიტომ თვითონ ალტი ძალიან რთული და მოუხელთებელი ინსტრუმენტია რა, აი დიდია ვთქვი და სხვანაირად გიწევს, აი სხვანაირი ძალა და სხვანაირი რაღაცა უნარებია საჭირო რომ მოიხელთო ესე ვთქვათ და ის ხარისხი და ის ბგერა ანუ ალტზე უმეტესად დამკვრელები სამწუხაროდ არ ვიცი შეიძლება საბედნიეროდ ისე არის რომ ან არიან ძალიან მაგრა უკრავენ ან არიან ძალიან ძველ უკრავენ საშუალო არ გამოდის რა და რატო ხდება რომ ეს ალტი შენ მაგრებში ხარ არა ვიცახი მე ის მაგრებში კაი გაჭერდი ანუ შუაში არ ხარ ფაქტია მაგაზეც ვგებდი იცი როგორ არის? არა ის გააგრძელე. იცი რას ვიძახი რომ ალტზე გადადიან ხოლმე ზარმაცი მევიოლინეები. ჩემ შემთხვევაშიც ასე იყო რა, ანუ მეზარებოდა, მინდოდა ფეხბურთი, მინდოდა ის. ყველაფერი მინდოდა ვის უნდა ეხა 90-იან წლებში იმაზე სიარული რა ქვია. მიუხედავად იმისა, რომ ყველას ძალიან მოწონდა, რასაც ვაკეთებდი, ანუ რას გულისხმობ, მეზობლებს, ბიჭებს, უბანი რაღაცა, ანუ ის არის ყორო სკრიპაჩი და რაღაცა იმ დროს ნიკა კაჩეროვთან ლაპარაკობდი, რაღაც შეყენებები და რაღაც ესენი გიტარა და ნოტები და რაღაცები, არა. პირიქით, მაგრამ მე მეზარებოდა რა, ანუ მოცული ვიყავი 90-იან წლებში, ხო სხვა ბავშვობა იყო, ხო? შენ 86-იანი ხარ, ხო? მე 86-იანი და აი 96, 17, 18, 19, აი მაგ წლებში, ნუ აი ფეხბურთი და რაღაც სხვა ინტერესები იყო და მე უბრალოდ ისე მოხდა რომ აღარ სკოლაში კარგად აღარ ვსწავლობდი ამ ვითომ ამ სკოლაში რომ მუსიკოსი ხარ და იქ რო პირიქით, ხო იცი ესეთი აღარც მუსიკას მეწონე, არც მიკი მიყონა, არ მიყონა ისა რა ქვია და ეს ზუსტად ესე მოხდა რა აქანე დარჩენა ის არის რა ქვია თავს ხო ვერ მევიკლავდა კაცი და რა მექნა და ამიტომ გადავედი ამ ალზე იმიტომ რომ რაც გითხარი დაწყებით კლასებში უკრავ ხო აი ძველ მუსიკას ხო აი მე-17 მე-18 მე-19 საუკუნის მუსიკა ნუ უფრო მე-18 საუკუნის მუსიკას და არის ისა ნუ ძალიან მარტივი არის მე ვიოლინესთვის ძალიან მარტივია მაგრამ როჩა მე ესე ინერციით გავყევი ამ ყველაფერს და მოდი ვწდი კონსერვატორიაში ჩავაბარებ თქო იქ რაღაც ცოტა ხანი მოვემზადე მასწავლებლებთან ჩავაბარე მიმიღეს და ესე წავიდე მაგრამ მე უკვე ძალიან რთულდება ეს ნაწარმოებები და მე ალტზე რო კარგად დაუკვა უკვე ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო ხვდები რომ გაიშარე. კაი კითხვა გავაფუჭე ანუ ესეთი რაღაც მქონდა მოფიქრებული რომ რა მითხარი თავიდან მოყვები. არა გაცვე ჩვენ დადგმები არ გვიყვარს იმპროვიზაციის ხალხი. ჰარი პოტერი გააქვს საკითხული ან ნანა? ცოტა ანუ მანდარი ეგრე რომ ჯადოსნური ჯოხი მაგალითად ტოლი ვანდერის მაღაზიაში მიდიხარ იდეაში თვითონ ირჩევს პატრონს და
ეგრე მოუქარგე კითხვა რომ იდეაში ინსტრუმენტმა თვითონ ხო არ იცი რა ესეც შეიძლება თქოს ჩემმა სიზარმაცემ განაპირობა ის რომ ალტმა დამიძახა გავიშარე რა პირიქით ძალიან კარგი არჩევანი იყო იმიტომ რომ ის იმ ნაწარმოებების ხათრით დავიწყე საბოლოო ჯამში ალტზე დაკვრა რაც ალტისთვის არის შექმნილი და რაც მოვისმინე იქ იყო ალფრედ შნიტკე იყო ჰინდემიტი იყო გია ყანჩელი და სხვადასხვა კომპოზიტორები ჩემი ერთადერთი მიზანი ისე იყო რომ იმ დონეზე მესწავლა დაკვრა რომ სახში უბრალოდ შემძლებოდა ამ ნაწარმოებების გარჩევა და ჩემთვის დაკვრა ანუ თავს პროფესიონალ მუსიკოსად დღესაც არ ვთვლი იმიტომ რომ ეს ჩემთვის არის ძალიან დიდი სიამოვნების მიღების წყარო და არ არის რომ ანუ მე არასდროს არ დამიკვირს მაგალითად რაც აუცილებელია კარიერისთვის და საჭირო არის კონკურსები კონკურსზე უკრავ იმ ნაწარმოებებსაც რაც შეიძლება ძალიან ახლოს შენთვის არ იყოს მაგრამ უნდა დაუკრა კონკურსებზე დაკვრა ნიშნავს იმას რომ ყველაფერს მაგრა უნდა უკრავდეთ ჩემთვის ძალიან ბევრჯერ დაუსვათ ეს კითხვა რომ რატო უკრავ ამდენ ყანჩელს დაუკარი ბრამსი მაგალითად მე არ მიყვარს ბრამსი და რატო დაუკრა ხო აი მე ეს აზიზღებენ მუსიკას რა ბავშვებს რეალურად რამდენსავს ეს ტრაუმა ხო კონცერტებში რა იყო იცი და თბილისში როცა ვსწავლობდი მე-20 საუკუნის უკვე კლასიკად ქცეული ნაწარმოებების მაგრამ იმის გამო რომ საბჭოთა კავშირში რაღაცა პერიოდის განმავლობაში მათ ახალგაზრდობაში თუნდაც ხო იმ პროფესორების ახალგაზრდობაში აკრძალული იყო ამ მუსიკის მიმართ მიუღებლობა ჰქონდათ რა და თანამედროვეს ეძახდნენ მე-19 საუკუნის ბოლოს დაწერილ ნაწარმოებში შონბერგის თანამედროვე იყო და ისიც რა ქვია ბერგიც და ნუ აი მე-20 საუკუნის მიჯნაზე დაწერილი ნაწარმოებები და კომპოზიტორების და მე კიდე ეგ მაინტერესებდა და ისე გამოვიდა, რომ რეალურად ამით ვერ ვამაყობ. აი ეს საერთაშორისო დონეზე სადღაც ჩემი CV რო იგზავნება ფესტივალზე ან კონცერტზე, ამას არ ვწერ ხოლმე, რომ პირველი შემსრულებელი ვარ იმ ნაწარმოებების ალტზე, რომელიც დაიწერა 100 და 130 წლის წინ საქართველოს ხულისმოდგა. რა ღირს ალტი? კარგი ალტი რო იყიდო საქართველოში. საქართველოში არ ვიცი, არის რამდენი, ნუ ერთი ის არის, რა ქვია. ვინც აკეთებს ინსტრუმენტებს და ოსტატი, ხო? არ ვიცი, ზუსტად არ ვიცი რა ღირს, მაგრამ ნუ ყველაზე ნაკლები ალბათ. ყველაზე იაფი ალბათ, ნუ 4000 евро ალბათ, ყველაზე იაფი. ნორმალური აი სადღაც 30, ცოტა უკეთესი 50 და მე უკვე არის ფონდებს აქვთ რამდენიმე მილიონი რო ღირს. ანუ ძალიან ისე რომ შევხედოთ რა, ეხა ადამიანების ეკონომიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ადამიანი რომელსაც უნდა რომ გახდეს პირობითად ალტისტი ეგრე იოლი არ ყოფილა რომ ამ საქმეს ჩვენ ყველანი გავხდით და ჩემ წინათაობაც ხო 90-იან წლებში ხო ანუ შოულობდი ამ ინსტრუმენტს ვიღაცა გათხოვებდა მე რაღაცნაირად მაშინ შეიძლება სხვა თანხა ღირდა ეს ყველაფერი რაღაცას გაყიდნენ და იყიდნენ ანუ მაშინ უფრო მეტი იდეა იყო მაშინ უფრო გამოძრომის რაღაც ხერხები არსებობდა. გარდა მაგის აი მშობლებს გონია და ანუ მაშინ ახლა დედაჩემს ხო? დედაჩემის დამსახურებაა რომ მუსიკოსი გავხდი, იმიტომ რომ მამიდა ჩემმა მაჩუკა ინსტრუმენტი და თვითონ მე ვიოლინე იყო ოპერაში უკრავდა და ხო 6 წლის ვიყავი უბრალოდ მაჩუკა აი ახლა ისე და რა თქმა უნდა ეს განადგურეს ამ მირჩევნოდა მაგრამ ხო ნუ არ ვიცი მაგრამ დედაჩემა რატომღაც აი მივხვდეთ იმისა რომ და უკვე თავი დაწყებით კლასებში იძახდნენ რომ ამისგან არაფერი არ გამოვა ვერ უკრავს ზარმაცობს მართლა არ უკრავდი არ მეცადინეობდი და ხან გავტეხავდი და ხან ხელს მოვიტეხავდი ყველაფერი მემართებოდა და ყველაფერი ხდებოდა ოღონ არ დამეგრა მაგრამ ბოლომდე რაღაც ეთყობა ძალიან მაგარი ისაავს რა რაღაც ინტუიცია თუ რაღაც ეხლა მე კი არ ვიძახი რომ რა მაგარი გავხდი მე და რაღაცა უბრალოდ სხვა რაღაცაში არ ვიცი რა გამომივიდოდა რა და როგორ გამომივიდოდა და ამისგან ისე დიდ სიამოვნებას ვიღებ რომ უკვე ძალიან მადლიერი ვარ და მეტი არაფერი არ მჭირდება და იმ წლებში ეხა ქვია ალექსანდრე ჭავჭავაძის აღმართს ავდიოდით ხო ხო ნიჭიერთა აწედი ხა ზუბალაშვილების ქუჩა თუ არ ვთები არ ვიცი მოკლედ იქ ნუ კონსერვატორიასთან ის თაწმინდა რა იქ ქვემოთ მართლა სროლა და ის იყო ხო შეიძლება ხი რამდენიმე თვე არ დავდიოდი როცა მართლა მაგრამ რა მდგომარეობა იყო და ფეხით დავდიოდით საბურთალოდან და მე მასწავლებელი მყავდა ვარკეთილში და რამდენჯერ ყოფილა რომ მეტროს გვირაბში გვივლეს ჩვეულებრივი მომენტი იყო შეიძლება ვნახოთ ჩვენი ალტი ეს თანამედროვე ალტი არის ერთი ინსტრუმენტით მუშაობ ეხა არა ორი ინსტრუმენტი აქვს მეორე ეს არის თანამედროვე პოლონელმა ხელოსანმა ოსტატმა შექმნა ჩემთვის გააკეთა ჩემი კი რა თქმა ჩემი ხელის სიგრძის და ასე შემდეგ მიხედვით რა
ეს აშკარად დიდი არის, ხო? მაყოფილი ვარ და ბედნიერი. ასევე მაქვს ესეთი რაღაცა. ეს არის ელექტრო, Yamaha, ხო იცი? ყველაფერს ვაწერ. ეს არის ელექტრო. იმით მოტოციკლით დაწყებული. მოტოციკლით დაწყებული, რაღაც იმით ელექტროპიანით დამთავრებული. აი ელექტრო ეხლა რო შეადარო ჟღერადობა ბუნებრივი ხო, აი ამას არ აქვს, როგორც ელექტრო, ანუ ნახე, ეს არის ჩათვალე, რომ აკუსტიკური გიტარა, რომელსაც ისედაც აქვს და ეს არის ელექტრო გიტარა. ანუ ამასაც აქვს, მაგრამ და ხემით რო დაუკრა, ის არის, რა ქვია. აი თუ არ შეაერთე დინამიკში, ხო. ამას არაფერი ხმა არ აქვს. ანუ არა. მაგრამ აქვს უამრავი შესაძლებლობები, ანუ შეგიძლია აი ამ პედალების საშუალებით გამოსცე უამრავი სხვადასხვანაირი ხმა და ეხლა ამას დაამღერე რა. ანუ ამას ეს აკუსტიკურად, მაგრამ ნახე რა არის საქართველოში ძალიან ცოტა ადგილია, სადაც კარგი აკუსტიკაა, დარბაზი რა. და უმეტესად აი იგივე თქვათ ფილარმონიაში რო გვიწევს დაგვარ, თუნდაც ოპერაში. არ არის ოპერა გათვლილი იმაზე, რომ აკუსტიკურად დაუკრა და ყოველთვის დგავენ მიკროფონებს. ეს ინსტრუმენტი ხო, როდის გამოიგონს, არ არის გათვლილი მიკროფონზე. არ დავიწყე საქართველოს სად არის ყველაზე კარგი აკუსტიკა, სადაც გაიგე? ჩემთვის რაც ყველაზე კარგი აკუსტიკა იყო, სადაც ყველგან და აბსოლუტურად ყველგან მოსტაკრული, არ არსებობს სცენა, სადაც არ მოსტაკრული და ამიტომ თავმან შემიძლია რომ ძველად რო რკინიგზელთა სახლი იყო, მერე სადაც დოის მუსკომედია იყო, აი სანამ გარემონტდებოდა, აი მუბედურ მდგომარეობაში რაშიც იყო, მაგრამ მე ძალიან მომწონდა ესთეტიურადაც, ვიზუალურად ყველანაირად, როდესაც აი იქ იყო ყველაზე კარგი აკუსტიკა ჩემთვის, მაგრამ ნუ იქაც იყო რაღაცა პრობლემები. აი მსოფლიოში სადაც დაგიკრავს, სად იყო ყველაზე კარგი აკუსტიკა სადაც დამიკრავს, ნუ ალბათ უფრო გერმანიაში იყო, აი ფრანკფურტში ალტე ოპერა მახსოვს, რომ ძალიან მაგარი აკუსტიკა იყო, იგივე კონცერტ ჰაუსი რო ვახსენე ბერლინში. ვენაში დაგიკრავს ის ვენის ფილარმონია? არა, იქ არა, თორს არ დამიკრავს. ხო, ნუ იქ იმდენი ადგილია, იმ კამერული დარბაზებიც ისეთებია და ეკლესიებშიც ისეთი აკუსტიკა არის, რომ ეკლესიებში მომისმენ. ხო, ეხა ესე ჩვენთანაც არის ზლის პროტესტანტული ეკლესია. მე აი მანდ არ დამიკროს სხვათა შორის და ნუ რაღაც არ მქონია. კათოლიკურ ორგანიზ დგას, ხო? კი, კათოლიკურ ეკლესიაში მაქვს დაკრული იტალიაში. სიმშვიდის ხელოვანი ხარ შენ? კი არა და განმარტოების ხო, აბა რა, იცი რა არის, ძალიან რთული არის, რომ მაქსიმშვიდეს მიაღწიო. აზრები და ფიქრები თავში ხო შემოდიან, გადიან, რაღაც დაუპატიჟებელი სტუმრები ვითარიან და აი ეს მშვიდად ყოფნა ძალიან რთულია რეალურად, რომ აი თავში ეს აზრები არ შემოდიოდნენ და აი მართლა მშვიდად იყო და ასევე აი რო დაისვენო, აი ხა ეს 2 წლიანი პაუზა რო ავიღე და პაუზა შეიძლება ავიღე, მაგრამ იქიდან ალბათ ნახევარი არ ვიცოდი რა არის დასვენება. ნახევარი თქო 1 წელი ამ პაუზიდან ვერ დავისვენე, იმიტომ რომ მაინც რაღაც ქაოსი იყო ჩემ თავში და ეხლა ვისწავლი, აი ბოლო ალბათ დაახლოებით 1 წელია, რაც ვისწავლი, აი მშვიდად ყოფნა რა არის, სინ მართლაც მშვიდად ყოფნა და დასვენება, ანუ ფიზიკურად დასვენება წამოწოლა კი არა. იმიტომ შეიძლება ხა ესე ვიყო აქ წამოწოლილი და უცებ მთელი მსოფლიო მოვიარო, ხო, იმით ტვინით და ხან იქ გადმოხვდე და რა ვქნა, მაგრამ აი მართლა ტვინი ყველაფერი რო დაასვენო, ხო? აი მაგასაც რაღაც ცოდნა უნდა, თორმე თუ ნიჭი თუ არ ვიცი რაღაც. შენ საინტერესო პერსონაჟი ხარ მათ შორის ჩემთვის. არ ვიცი პერსონაჟი, კარგი გაგებით ვამბობ ამას. რომელმაც ძალიან დიდი ტრანსფორმაცია განიცადა, ხო? კიდე ერთხელ რა დონემდეც სურვილი გაგიჩნდება, იმ დონემდე ისაუბრე ამ თემაზე. მე ვიცი რომ იყო რაღაც პერიოდი, როცა და ეს პერიოდი არ იყო ხანმოკლე, როცა შენ საკუთარ ნიჭს, ნდობას, სცენებს, რომელმაც დაგითმეს, აი ძალიან დიდ სცენებს, რომელმაც მოგცეს შანსი, შეიძლება ითქვას, რომ საკუთარ თავს, მოკლედ ამ ყველაფერს რაღაცა თრგუნავდი პირობითად არ ვიცი, სასმელით, ხო? მაგრამ შენ ძალიან დიდი ტრანსფორმაცია გაქვს გავლილი ამ ხნის განმავლობაში და კიდე გადიხარ. ძალიან ბევრს აქვს არასწორი წარმოდგენა და გარომანტიზირებული აქვს, რომ ხელოვანები ხშირად არაფხიზელ მდგომარეობაში ან ქმნიან, ან ასრულებენ. სინამდვილეში ახლოსაც ვერ მიდიან იქამდე რა მხელა ტანჯვას განიცდის სინამდვილეში ადამიანი. ანუ
რა საშინელებას უკეთებს საკუთარ თავს. რამდენად ხშირი იყო შენ შემთხვევაში, როცა ასრულებდი რაღაცას და ხვდებოდი, რომ ამას საერთოდ ვერ გრძნობდი, იმიტომ რომ პირობითად არ ვიცი. ვიყავი ნასვამი. კიდე ერთხელ თუ არ გინდა არა, ვისაუბრობდა მე. ეს იმ მომენტში პირიქით გონია, რომ ძალიან მაგრა ვსნობ, ხო? არ როდესაც არაფხიზლ მდგომარეობაში, ხო, ემოციების მოზღოვება გავს და ყალბი ემოციები მოდის რა, ხშირ შემთხვევაში და იმ მომენტში გონია, რომ აი ამ დროს ვარ ყველაზე გულწრფელი, ამ დროს გრძნობ რაღაცა flow და ისა და ესა. სინამდვილეში ყველაფერი თავის მოტყუება და რაღაც სიცარილის შევსება არის. იტყუებ თავს და აი შედიხარ მაგ როლში. რომ აი ხელოვანი და ფხიზელი არ შემილია ყოფნა და არ მომდის თავში იდეები და არაფრის გაკეთება ისე არ მინდება და ეს არის ყველაფერი წუწუნია რა. ეს წუწუნიც რეალურად არის როგორც ნარკოტიკი რა. ამ წუწუნსაც მოიხმარ და ეს იმ მომენტში ესეც დიდი რაღაცა იმ მომენტში რაღაცა შვებას გაძლევს რა. ეხლა მაგალითად ჩემი ერთ-ერთი ბავშვობაში ესეთი აიდოლი ვინც იყო იური ბაშმეტი, რომელიც მე გავიცანი და რა თქმა უნდა ერთად ვსვავდით კიდევაც. აი ვიცოდი რომ ეს ადამიანი აი მაგრა უკრავს ძალიან მომწონს როგორც უკრავს და ლოთია. ნუ მე რა ესე კი მე შემილია რომ დაუკრა შეძლებს და გვარად და მეც ვიყო ლოთი და არ შემეშლის ხელს ხო? ანუ ესეთი რაღაც სტერეოტიპები ხო ყალიბდება საერთოდ საზოგადოებაში და უბრალოდ ეს რაღაც აი რომ გარომანტიზირებულება რა თუნდაც ნარკოტიკის, სასმელის და ასე შემდეგ ხო? იცი რა არის ჩემთვის საინტერესო? რამ გაგრძნობინა შენ რომ ნამდვილი მე არ ვარ ეს და მე შემილია ვიყო ბევრად უფრო ბედნიერი, ბევრად უფრო მშვიდი და სიხარული, იდეები, ინსპირაცია, მწვანებალახის სურნელით ბედნიერების შეგრძნება და ასე შემდეგ. აბსოლუტურად ფხიზელ მდგომარეობაში შემილია რომ განვიცადო და გაათმაგებულად. და მე არ მქონდეს იმის სევდა, მაგალითად არ ვიცი, ნაბახუსევზე. რომ უი თურმე ეს ძალიან ყალბი ყოფილა. რამ გაგრძნობინა ეგ? ინტერვიუს დასაწყისში რაზეც ვსაუბრობდით, რომ გავდივხარ სცენაზე და ვერაფერს გრძნობ რა, ემოციურად, ვერც მსმენელისგან იღებ, ვერც თქვათ ორკესტრისგან, ვერც საკუთარი დაკრულისგან, ვერც მუსიკისგან, ვერაფრისგან ვერ იღებ რაღაცა იმ ემოციებს, რაც სცენაზე საჭიროა და აუცილებელია. მაგრამ იმ მომენტში მოგწონს, რასაც აკეთებ. ხო, ანუ ხან მოგწონს, ხან არ მოგწონს. ამასაც გააჩნია რა მდგომარეობაში ხარ და როგორ ხარ, მაგრამ ესეც შეიძლება ერთგვარად ჩავთვალოთ, რომ ეს იყო ჩემი ფსკერი. ანუ რაღაც ფსკერზე საჭირო, აი რომ ჩაყვითაო, რომ ფეხი დაარტყა, რომ ამოხვიდე. სანამ ფსკერს არ დაარტყავ ფეხს, აი სადღაც შუაში რო ხარ, აი ეგ მომენტია ყველაზე ცუდი და ბევრი წელი ვიყავი სადღაც, აი არც ზემოთ, არც ქვემოთ, სადღაც შუაში და აი ესე რო ვთქვათ, რომ აი ჯოჯოხეთში ხო, ეს მეტაფორულად ვთქვათ, ჯოჯოხეთში გვაქვს ყველა ადამიანს უნარი, რომ მოვიწყოთ რაღაც კომფორტული ზონა. და ჯოჯოხეთში ხარ, მაგრამ კომფორტის ზონა გაქვს მოწყობილი და არაფრის შეცვლა არ გინდა, იმიტომ რომ კომფორტი გაქვს მაინც, ხო? რაღაცა. მაგრამ რაღაც მომენტში ეს კომფორტის ზონაც ინგრევა და ძალიან კარგია, რომ მე მოხდება ფსკერი დაარტყავ ფეხს და ეს გაძლევს საშუალებას, რომ ამოყვინთო და. ეხლა აი მაგ პროცესში ვარ რა. მერაბ მამარდაშვილს აქ ძალიან საინტერესო რაღაც მაქვს მოსმენილი, რომ ადამიანი უნდა ჩავარდეს სიმარტოვის უფსკრულში. და მარტო სიმარტოვის უფსკრულში შენ შეგილია გააგონო სხვას ხმა, ვინც ასევე ამ უფსკრულშია. და არის რაღაც ორი სიბრტყე, რომელიც გამოეხმაურება ერთმანეთს. მაგის დაძლევა, აი ძალა, რომელიც წართმეული გაქვს, პირობითად სმის გამო, ის შეცდომები, რომელიც დაშვებული გაქვს ადამიანს, სირცხვილი, რომელიც განცაც გააქვს, რომელზეც ფიქრობ, რომ რაღაც გამოუსწორებელია. მაგას მარტო ფსკერი ჭირდება თუ არის ჭირდება ასევე ადამიანი, რომელიც ხელს მოგკიდებს და წამოგათრევს მაგერა. პირველ რიგში ალბათ საჭირო არის ფსკერი, რომ მე იმ ადამიანთან დაამყარო კომუნიკაცია, ვინც ამაში მოგეხმარება. მარტო რა თქმა უნდა მას ვერ იზავ. ვერა? არა, ჯერ ესეთიც აი ხა მაგალითად იმიტომ რომ ბევრს არ ყავს მაგალითად გვერდით ისეთი ადამიანი, რომელიც ან შეიძლება ყავდა და ამ ყველაფერს. მე ძალიან გამიმართლა, რომ ერთდროულად ჩემ ცხოვრებაში გაჩნდა ჩემი ცოლი ლელა, რომელიც ასევე აი ესეთ გამოჯამრთელების ბევრი ეტაპი გაიარა და 12 ნაბიჯი რამდენჯერმე დაარტყა წრე და ძალიან დიდი ცოდნა დააგროვა და მასთან ანუ
აბსოლუტურად სხვანაირად აფასებს ჩემ მდგომარეობას. ანუ მას გამოცდილიც აქვს რაღაცეები და კიდე სხვა ადამიანების გამოც. ამიტომ იმის რეაქციები ჩემ ამ მდგომარეობაზე ისეთი იყო, რამაც განაპირობა, რომ მე პირიქით აგრესია კი არ მქონოდა, რომ და რაღაცა ჯიუტი ბავშვით კი არ მოგწეულიყავი, რომ არა შენ რა იცი, მე ჩემთვის უკეთესი რა არის და მე თქვა დალევა მინდა და თავი გამანებ პირიქით. და მე დაემთხვა იმას, რომ ლელასთან ჩემი დაკავშირება და ასევე ადამიანის ეს არის ნუგზარ ძიძიგური, რომელთანაც აი ბოლო უკვე 2 წელიწადზე მეტია დავდივარ მის ლექციებზე. ამ ადამიანმა საერთოდ ამოატრიალა ჩემი რაღაცა სოფხედველობა თუ რა ვიცი რა დავარქვა. ანუ აბსოლუტურად სხვანაირად დავინახე სამყარო. ანუ მივხვდი რომ ვიყავი აქამდე რაღაცა მსხვერპლის როლში ხშირ შემთხვევაში რაღაცები მწყინდა, რომელიც საერთოდ წყენა აღარ მქონდა. ბოლო 2 წლის განმავლობაში მართლა გენდები არაფერი არ მწყენია. რაღაცებზე ვიყავი ისეთ რაღაცები, ანუ რა თქმა უნდა პირველ რიგში სხვას ხვის მიმართ რო გაღიზიანება გაქვს, ეს იმიტომ გაქვს საკუთარ თავს ხედავ სხვაში და იმ სხვა ნასვამ მდგომარეობაში კიდევ უფრო მეტად რა. შენ თავს ხედავ, აი როგორც სარკეში და იმასთან იწყებ ჩხუბს რა. ბევრი რაღაცა დამანახა ისეთი, რაც მეხმარება და მომავალშიც კიდევ ვიცი რომ დამეხმარება. აი რა იყო იცი ჩემი ერთ-ერთი დიდი პრობლემა და რაც ხებსაც ქონიათ ვიცი და შეიძლება ვიღაცისთვის ეხლა არის პრობლემა და ამას რომ მოვყვები რაღაცნაირად დაეხმარება გაცნობიერებაში. მაგალითად რაზეც ვოცნებობდი ბავშვობაში, ძალიან მარტივად მე ხდებოდა ეს ყველაფერი. მაგრამ ის ოცნება ბევრად უფრო მიმზიდველი და ბევრად უფრო ლამაზი იყო და ფერადი და რაღაცნაირი მნიშვნელოვანი ვიდრე მე რეალობა. და ამის გამო აი რაღაც мотиваცია მეკარგებოდა. ანუ არანაირი мотиваცია არ მქონდა, რომ თქვა რაღაცა უფრო მეტი მეშრომა, ზარმაცობდი, უფრო მეტი გამეკეთებინა, თუნდაც რო ახსენე კონკურსებზე დამეკრა, რაღაცა მიზნები დამესახა, იმიტომ რომ ვიცოდი რომ რაც უნდა გავაკეთო, არ მომცემს იმ რაღაცა ადრენალინს, ხო, ისეც როგორც თქვა ჩემი ფანტაზირების დროს ხდება. მაგრამ ეხლა გავაცნობი რომ სინამდვილეში არ მქონდა მადლიერება, აი ღმერთის სამყაროს, რომ მე ესეთ შესაძლებლობა სამყარო მაძლევს და მე ამის მადლიერი კი არ ვარ პირიქით. იმიტომ რომ მართლა მჯერა იმის, რომ რაღაცა არსებობს, რაღაცა როგორ გითხრა, რაღაცა ინფორმაციები, რომელიც ჩვენს გარშემო ტრიალებს, შეიძლება ამას ზოგი კოლექტიურ ცნობიერსაც ეძახის და სამყარო გიხსნის კარს და გაძლევს რაღაცა ინფორმაციას, ინტუიციის შეგრძნება იმ მომენტში უფრო რაღაც გიმძაფრდება და შენ თუ ეს არ გამოიყენე, იკეტება კარი და მე ამას სხვა გამოიყენებს, ან საერთოდ არასდროს არავინ არ გამოიყენებს და ამ დროს, როდესაც ხარ რაღაცა იმ პოზაში ან წუწუნებ, ან მე ხლა ზარმაცობ, ან ის რაღაც მიზეზებს იგონებ იმისთვის, ოღონდ ის ინფორმაცია არ მიიღო და არ გადაამუშავო და მე ამის რაღაცა რეალიზება არ მოახდინო, მე ამის გამო ეს სამყარო ესე რო თქვა, ცოტა გსჯის რა. მე ანუ ჩემთვის ძალიან მეორე ისეთ ტიპის ინტერვიუერი, რომელსაც ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აყენებს აი ის თემა, რომელსაც შევეხე, იმიტომ რომ ძალიან პირადული თემა არის, ხო? გზა არის, მძიმე გზა, რომელიც ადამიანმა გაიარა და ძალიან მიხარია, რომ წარმატებით. აი თუ ატყობ რაღაც ბორძიკით ვსვამდი შეკითხვებს რა, რომ რაღაც თავი მომეყარა, მაგრამ რახან მნიშვნელოვანი თემაა და მნიშვნელოვანი რამხრივ ვიცი, რომ მე მგონია, რომ ბევრი ადამიანი არის ახლა იმ კომფორტულ ჯოჯოხეთში, რომელიც შენ აღწერე და ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა ეგ თემა. შეიძლება უთხრა, რას ხედავს ფხიზელი თვალი, რასაც ვერ ამჩნევს, რა ვიცი, ალკოჰოლით დაბინდული. როგორ ხდება უფრო ნამდვილი ეს ყველაფერი და რითი იღებ ბედნიერებას ისეთი რაღაცებით, რაც ვერ წარმოიდგენდი, რომ ადრე შეიძლება ბედნიერების განცდა გქონოდა. ერთის მხრივ მაინც ინდივიდუალური არის ეს, მაგრამ აი ჩემ შემთხვევაში წეგან რასაც საუბრობდით, რომ აი მარტოსულობის რაღაც შეგრძნება, ხო? არ აქვს ამას მნიშვნელობა ნივთიერება, არის ალკოჰოლია, ჭამა, იქ არ ვიცი რაღაცა შოკოლადია თუ თქვათ ვორკოგოლიზმი, ხო? ან რაღაცა. ეგეც დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, ეს წიგნების კითხვა. იმის გამო, რომ ფილმების ყურება ნებისმიერი კი არის, რა თქმა უნდა, რაღაცა რომელიც ზიანს გაყენებს და რაღაცა რაც ნაკლებად ზიანს გაყენებს, მაგრამ აი საბოლოო ჯამში მაინც ზიანი და მაინც მოხმარება, იმიტომ რომ შენ გეშინია საკუთარ თავთან მარტო დარჩენის, შენ გეშინია ეს შინაგანი ეს სიცარიელის, რომელიც იზრდება და იმის გამო რომ გაიქცე საკუთარ თავს, გაიქცე აი ამ სიცარიელეს, აი ამ ყველაფერს მოიხმარ. და სულ დებ, რომ კი, აი დადგება
დღე რაღაც ორშაბათი რომ დავიწყებ დიეტას, ხო იცი როგორც არის? ეს დადგება ორშაბათი, როდესაც მე ამ ყველაფერს შევეშვები. მაგრამ აი როგორც კი შენ წარმოიდგენ რომ ეს დადგება და without აი ეს არ დადგება, აი იმ წამს უნდა გააკეთო რა. აი ორშაბათი ახლა იცი არასდროს არ მოვა და ჩემ შემთხვევაში სულ ეს იყო რომ მე შინოდა მარტო დაჩენა. ხანდახან მარტო აი ფიზიკურ დონეზე მარტო ყოფნაც არ შემელო. უბრალოდ ურთიერთობებს ვიწყებდი იმის გამო რომ მარტო არ ყოფილიყავი. ან კოვიდის დროს რომ ადამიანებმა ერთმანეთი რომ ხო იცი რომ ყველა ზოგმა დახოცა, ზოგმა პირიქით ვიღაცასთან დაიწყო. აი ესეთი მომენტები ყველაში არის, ხო? ზოგს პირიქით შეება მარტო ყოფნა კი უნდა, მაგრამ საკუთარ თავთან მარტო არ რჩება და 1000 რაღაცით ირთობს თავს და პირველ რიგში რაც აღმოაჩინე იყო საკუთარი თავი, რეალურად სულ მქონდა აი ამის ერთი მხრივ შიში რომ დამენახა სინამდვილეში ვინ ვარ და მეორე მხრივ კიდე მინდოდა რომ ეს მომხდარიყო და ეხლა მოხდა ის მომენტი რომ მართლა დავინახე ვინ ვარ და რაც თავარია მაგ დროს აცხადებ რას. იძახი რომ მე ესეთი ვარ, სამყაროს ვიღებ ისეც როგორიც არის. საკუთარ თავს ვიღებ ისეც როგორიც არის და ჩემ ნებისმიერ სისუსტეს რომელიც ადრე მინდოდა შემენიღბა ხო ან დამემალა ან რაღაც რომელიღაც ეგოს იმ თამაშის გავლენის ქვეშ რაღაცა მეთამაშა არა ეგ ამ ყველაფერს ვცდილობ რომ მოიშორო ეს ნიღბები მოიხსნა აი როგორიც ხარ ისეთად ეცნობის სხვადასხვა ადამიანს ისეც აჩვენებს იგივე მსმენელს ხო ეხა ეს შეიძლება ვიღაცა მიფიქროს რომ რაში მჭირდება, რატო უნდა გავიშიშვლო თავი და რატო უნდა გავაჩვენო რაღაცა ჩემი, მაგრამ ეს ყველაფერი გეხმარება იმაში, რომ შენ როდესაც ამ ნიღაბს მოიხსნი, რაც უკეთესაც უნდა, მე ის სამყაროსაც რეალურად აღიქვა, ვიდრე იქ შენი ილუზორული სამყარო, რომელიც აქ მოიხვია და რაღაცა ბურუსში ხარ რა. მე რა ხდება, რომ დილით იღვიძებ, არაფერი არ გჭირდება იმისათვის, რომ კარგ ხასიათზე დაგეყენოს. არც სასმელი არ გჭირდება, არც რაღაცა ინტერნეტში სკროლ არ გჭირდება, ან რაღაც კარგი ინფორმაციის მოსმენა, რომ სადღაც ომი დამთავრდა, ან რაღაც ვიღაცა ციხიდან გამოუშვეს. არაფერი არ გჭირდება. უბრალოდ უკვე ბედნიერი ხარ რა. ამის ახსნა და ესე გადმოცემა სიტყვებით ძალიან რთული არის და მეც არასდროს არ მეგონა, რომ საერთოდ ალკოჰოლის გარეშე შეიძლება ყოფილიყო ის კი არა, რომ ბედნიერება და სიხარული. მეგონა, რომ გაძლებაზე იყო რა. რამდენჯერ ყოფილა, რომ ხათრით არ დამილევია, ხო? იმ რაღაცის გამო არ დამილევია და ის იყო ჩემთვის იყო ის თითოეული წუთი და წამი იყო გაძლება ნებისყოფა კი შეიძლება რაღაც მომენტში ვამჟღავნებდი ამ ნებისყოფას მაგრამ მთელი ჩემი ტვინი იყო მომავალში ხო იმიტომ რომ იქ და ამჟამად აი ყველაზე რთული რა არის რომ აქ და ამჟამად ვიყოთ ხო რომ ტვინი არ იყოს არც წარსულში არც მომავალში ვიყო აქ და სინოდვილე ხო ეს არის არ გახარებდეს ის ფაქტი რომ აი ნახევარ საათში შეიძლება დამთავრდება სიტყვაზე ეხლა მე კი არ ვიძახი რომ ეს მომავალში შეიძლება დღესვე შეიძლება ესეთი რამე მოხდეს მე არ ვიძახი რომ სულ დამთავრდა და არასდროს ეს ღმერთმა მართლა რო იძახიან ღმერთმა იცის მაგრამ ადრე რა იქნება როგორც ადრე დაკვრის დროს კი იმ მომენტში გააჩნია ისაც რას უკრავდი ძალიან დიდ სიამოვნებას მაშინაც ვიღებდი, ახლაც ვიღებ და ვიცი, ყოველთვის მივიღებ მუსიკისგან. ეს ისეთი რაღაცა მუსიკისგან, რომ სიამოვნება არ მივიღო, ან დაკვირით ან იმითი თითქმის გამორიცხულია, მაგრამ აი მდგომარეობა, რაც თქვი, რა სცენაზე გამოსვლისას, რომ სულ ერთი არის, სად უკრავდი. კი, ვიღაცისთვის შეიძლება ესე ჟღერდეს, რომ მეგეც მაგარია, რომ ეხა აი სახში რო უკრავ, ხო ვიღებ სიამოვნებას სცენაზეც იგი, მაგრამ რაღაცა პასუხისგებლობა სცენაზე კიდე სხვა არის. ამდენ ადამიანს რომ უნდა ენერგია გაუნაწილო, ეგ კიდე სხვა რაღაცა არის. ანუ არტისტი იმიტომ ხარ რომ მართლა ოთახში დაუკარი თუ სცენაზე დაუკარი ერთ და იგივე არ არის. იღებ კი სიამოვნებას, მაგრამ მე მოდის კიდე ქვეცნობიერად ან ცნობიერადაც ის აზრი რომ ამის მერე ხო წავალთ და იგრევე კულისებში დავიწყებ დალევას და აი დავაჯილდოებ ჩემ თავს რომ აი რაც უფრო კარგად დაუკრავ, მით უფრო მეც დავლევ რა. იგივე შემიძლია თქვა რომ ეხლა შეიძლება და აი წინა ცხოვრებაში რაც ვამბობდი რომ აი ეხლა ეს ინტერვიუ რო დასრულდება, ეხლა ეს მეგობრები, ბიჭები, გოგოები, ვინც ახლა მუშაობთ ამ გადაღებაზე და კიდე აი ნიკალა შემოგვიერთა. ნიკალაც არ სვავს და გამიმართლა რომ საერთოდ არა იგივე. შენ არ სვა? არა. ბუნებრივად ისე მოხდა რომ ნელ-ნელა ჩემ გარშემო არიან ის ადამიანები, რომლებიც არაფერს არ მოიხმარენ. კი, ყავს 1-2 უძვირფასესი და უახლოესი მეგობარი, რომელიც იმ ცხოვრების ცხოვრობს როგორც აქამდე როგორც დავტოვე ისე იქ არის და არ ვიცი ეს მისი საქმე არის როგორც უნდა ისე უნდა იყოს და ვერაფერს ვერ ვურჩევ რეალურად მაგრამ ნუ ესე ხდება რა ანუ მე ხა ღამე აღარ მაინტერესებს სადღაც ის ადგილებში მისვლა ან სადაც ვიცი რომ სვავენ ის კი არ არის რომ რაღაც ტრიგერდები ან დისკომფორტი მექნება უბრალოდ ხო იცი ხარ როცა ფხიზელი ყოფილ ხარ
ძალიან რთულია ადამიანთან ურთიერთობა, რომელიც თუნდაც აი მე მაგალითად იმ დღესაც ვამბობდი რა იმასთან პოდკასტში, რომ მირჩევნია რომ აი მეჩხუბოს მთვრალი ადამიანი, ვიდრე მოვიდეს და სიყვარულს მიხსნიდეს რა, იმიტომ რომ ეს ბევრად უფრო რაღაცა ფსიქოლოგი, არა, არ მქონია ფსიქოლოგიოდ ყველა საზღვარს გირღვევს რა. ეს ისეთი მცენარეა, დედასპიცო არ ვიტყუებ. ეს არის რაღაცნაირი ძალიან სწრაფად მოძრაობს და დიდ აი რო ჩაგეძინოს, შეიძლება რომ გაიღვიძეს შემოხვეული და ანაკონდა. კაია, არა უსწრებს, კაია, გადამარჩენთ თუ რამე. გულწრფელობა იგებს ყოველთვის და მართლა არ შევეხებოდი ამ თემას, რო არ თვლიდე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ძალიან ბევრისთვის. მათ შორის აქ მყოფებისთვის. თანამ ავეწყობოდით, აზრი გაგაწყვეტინეთ, ლაპარაკობდი. განმარტოებაზე თუ სიმარტოებაზე თუ სიმშვიდეზე, რომლის საფუძვლადაც დაუდემე ყანჩელის ფრაზა და შენაყევი მე ამ აზრს. ხო, ნუ ყანჩელს ძალიან ისეთი შესაშური სიმშვიდე ჰქონდა და საერთოდ ხო ესეთი სტერეოტიპებია, რომ აი ხა ბავშვობაში კომპოზიტორები მეგონან რაღაცა თმა ჩეჩილი, მოუწესრიგებელი, რაცვი არის, როგორ გამოიყურება რო არ აინტერესებს და რაღაცა ქაოსი როა, რაღაც შემოქმედებით იმის გარშემო და ესეთი აურა რო დაყვება და ყანჩელი ვნახე, რო გავიცანი, ვნახე რომ არის ადამიანი ესეთი მოწესრიგებული და მშვიდი და გაწონასწორებული და როგორც მუსიკაში ზედმეტი არაფერი ჰქონდა, ეს წინადადებაში ზედმეტ სიტყვას არ ხმარობდა. მეორეს მხრივ, ისეთი ემოციური მომენტები. ხო, აი ხა მაგალითად კინომუსიკის შესრულებისას იქნება თუნდაც ტიქსისას, ხო? მსმენელს აი ხედავ ხოლმე რა პირდაპირ ცნემლებს ვერ იკავებენ და ეგეთი ემოციური მუსიკა და ესეთი მომენტები ძალიან ხშირია, ხო, ყანჩელის მუსიკაში, მაგრამ ესე რო შეხედავ ადამიანს ვერ წარმოიდგენ რომ შეიძლება მისგან მოდიოდეს აი ესეთი ემოციები და ესეთი ესპრესიები. ესეთი არაჩვეულებრივი იუმორის გზნობა ქონდა. აი იუმორშიც ეგეთი მშვიდი, აი ანეკდოტს ესე მოყვებოდა სერიოზული მკაცრი მშვიდი სახით და ის უფრო სასაცილო იყო მე. რაზე ლაპარაკობდით? რა იყო მისთვის ყველაზე საინტერესო თემები, რასაც აი ახალგაზრდებთან განიხილოთ? სხვათა შორის ძალიან მაგარი გურმანი იყო რა და მე აღმოჩნდა რომ მე არ ვარ გურმანი, იმიტომ რომ ჩემთვის არ აქვს დიდი მნიშვნელობა რას ვჭამ. ძალიან უგემური უნდა იყოს, რომ ვერ შევჭამ, მაგრამ როცა გემრიელია, ამის შეფასების უნარი მაქვს. ნებისმიერ ქალაქში ზუსტად იცოდა სად იყო გემრიელი სამზარეულო რა. აქ ძალიან უყვარდა აზერბაიჯანული სამზარეულო და აზერბაიჯანული რესტორანში დავდედით ხოლმე და ეხლა რაზე ვსაუბრობდით თქო და ეგრევე იმაზე გადავედით ჭმასა, ხო, რა იყო სასმელი ძალიან მიბრაზდებოდა. სასმელს თუ ხედავდა რომ სვაუ ან მისი მეგობრებს უყვარდა დალევა და რომ მივდიოდი მე ყოველთვის მაინტერესებდა იმ ადამიანთან ურთიერთობა რა მაგასაკის ადამიანებთან და ის მათი იუმორი ის რაღაცა მაგათი მოგონებები იმ დროზე რაღაცა საუბრის მანერა რაღაც ყველაფერი ჩემთვის ის იყო რაღაც ეგზოტიკური კი არა მიუხედავად იმისა რომ მამა ჩემიც მაგასაკის არის და ეს ყველაფერი სახლიდან ვიცი მაგრამ ბევრად უფრო მეტად მაინტერესებდა ვიდრე ჩემ ხელებთან რაღაც დალევა ხო რაღაც ურთიერთობა არის ხო ახლა უბრალოდ დალევა არ არის ხო გია არ სვავდა არასდროს არ მენახია რომ ხელში არის ჩიქა და სასმელი დაეჭიროს და იმათაც ეჩხუბებოდა რომ ნუასმევ და ნუსთავაზობს და ეს ვერ ვიტყვი რაზე ვსაუბრობდით აი უფროსი მეგობარი იყო რომელთანაც არ მქონდა რაღაც ფამილიარული მომენტი და რაღაც შენობითაც არ ყოფილვარ მაგრამ იმდენად ახლოს იყო რომ თუნდაც რაღაც პირად ურთიერთობაში პრობლემებიც გვისაუბრია და ისეთ რაღაცეებზე რასაც თქვა შეიძლება მეგობართანაც მეგობრისთვისაც არ გამეზიარებინოს და იმასაც გაუზიარებია ჩემთვის ისეთი რაღაცები რაც ნუ ძალიან ახლობელ ანუ ეს ძალიან ძვირფასი და ისეთი ურთიერთობა გქონდა და ერთი როდესაც გარდაიცვალა რამდენიმე თვე ალბათ შეიძლება წელიწადზე მეტიც აი ვერ უსმენდი მის მუსიკას რა ნუ ეს კი რა თქმა უნდა უკრავდი მაგრამ აი ცოტა ხანი ვერ უსმენდი იმიტომ რომ გიას მუსიკის მიუხედავად იმისა რომ ამდენს უკრავ გიას მუსიკას მისი მოსმენა სხვა იმ ნაწარმოებებს რომელსაც ალტზე არ არის და ძალიან ბევრი რაღაცა სხვათა შორის ბოლოს ალტისთვის გადავაკეთეთ რა იქ რაღაც ჩელოსი ვიოლინოსი და ასე შემდეგ მაგრამ აი ესე უბრალოდ რომ მომესმინა ცოტა ხანი ეს მქონდა რა ყანჩელს რას აძლევდი შენ ანუ რატო იყავი მისთვის საინტერესო ფაქტია რომ იყავი. ანუ ხო მესმის. რითი ივსებოდა შენთან ურთიერთობაში? ნუ მოსწონდა როგორ ვასრულებ მის მუსიკას და მე დავიწყეთ ხშირად იყო ესეთი კონცერტი, სადაც მისი მუსიკის
შესრულების შესაძლებლობა მეძლეობოდა და ესწრებოდა მე ჩანაწერები გავაკეთეთ. საერთოდ მე ბედნიერი იმითაც ვარ, რომ ყანჩელით დაწყებული სიტყვაზე ბექა გოჩიაშვილი დამთავრებული და რა ნებისმიერი ადამიანით ვისთან ერთადაც რაღაც კოლაბორაცია მქონია და თანამშრომლობა ისე მოხდა რომ ჩემი მეგობრები არიან. მუსიკამ და გოკავშირა, მაგრამ მე მეგობრობა დავჭით. ვისთანაც არ მოხს მეგობრობა, იმასთან ფაქტიურად არაფერი არ გამიკეთებია. ესე მოხდა და გია ყანჩელთანაც, რა თქმა უნდა, შეიძლება ესე ყოფილიყო, რომ უბრალოდ შემოქმედებითი რაღაც კავშირი და მე აი ძალიან დავახლოვდით რა. პირველ რიგში ბედნიერი იყო იმითი, რომ მაგალითად ახალგაზრდებთან მქონდა, ანუ მისთვის როგორც ჩემთვის იყო მაგთაობის ადამიანებთან საინტერესო ურთიერთობა, მისთვის ჩემ ხელებთან, ჩემზე ოდნავ შეიძლება დიდებთან და პატერებთანაც საინტერესო იყო ურთიერთობა და რა თქმა უნდა რაღაცა სიცოცხლის რაღაცა კიდეც რაღაცა ძალას გრძნობდა და თან ნიკათი ყოველთვის აღფრთოვანებული იყო ნიკა როგორ ასრულებდა ან როგორ არანჟირებებსაც აკეთებდა და თამამად შემიძლია ვთქვა რომ ნიკა რო არ ყოფილიყო მისი კინომუსიკა კინოსა და თეატრისთვის შექმნილი მუსიკა თუ აკადემიური მუსიკაც საქართველოში ესეთი პოპულარული არ იქნებოდა. ჩვენ გვაქვს ესეთი რუბრიკა, რომელსაც ვი არ გაჩერდე და ამას ვაკეთებთ ჩვენს მთავარ პარტნიორთან, საქართველოს ბანკთან ერთად. და ძალიან იოლი მისახვედრია, რას ეხება, რაზე საუბრობენ ხოლმე გადაცემის სტუმრები ამ რუბრიკაში. შენს შემთხვევაში მე მგონი კიდევ უფრო განსაკუთრებულად არის საქმე და უკეთესად ეხმიანება ამ რუბრიკის სათაურს შენი ამბავი, იმიტომ რომ შენთვის რაღაცნაირად აღმოჩნდა, რომ საჭირო გახდა გაჩერება, პაუზა იმისთვის, რათა მე უფრო სხვანაირად განსხვავებულად გაგეგრძელები. აი მაგ გამოცდილებაზე მოგვიყევი. იმისათვის რომ არ გაჩერდე რეცეპტი არ ვიცი რა არის, მაგრამ გაჩერება ხანდახან, შეგნებულად გაჩერება საჭიროა რა. ანუ შეგნებულად უნდა გაჩერდე, რომ რაღაცნაირად, აი როგორც მანამდე საუბრობდით, რომ რაღაცნაირად უნდა ჩაყვინთავ და ფსკერს ფეხი დაარტყა, ამისთვისაც საჭირო არის, რომ აი გაჩერდე, რომ დაიძრა მე რა, სხვანაირად, შეიძლება სხვა ტემპში დაქოქო თავიდან და სხვანაირი სისწრაფით შეიძლება გავარდე და ეხლა აი ამ გაჩერებამ, მართლა ამ დასვენებამ, ასე ვთქვა და შეგვიძლია დავარქვათ ამას დიდხნიანი, 2 წლიანი პაუზამაც მომცა იმის საშუალება, რომ რეალურად კი არ გავჩერებულიყავი, ბევრად უფრო წინ წავსულიყავი და ბევრად უფრო წინ ვარ წასული ამ გაჩერებით. იმიტომ რომ ბევრი გზა დამანახა რა, აი გავჩერდი რომ დავინახო საით უნდა წავიდე და აი იმ გზა რაღაცა ავირჩიე გზა და იმ გზას მივყვები და მაშინ როდესაც შენ ვერ აკონტროლებ შენს მოძრაობას, შენს სიჩქარეს, შენს გაჩერებას თუ გაუჩერებლობას, მაგ მომენტში უბრალოდ ინერციით მიყვები რაღაცა აი თითქოს მდინარის იმას რა ქვია, დინებას და აი ეს კალაპოტი სად შეუხებს, სად გამოუხებს, შენზე არა დამოკიდებული და უბრალოდ შეიძლება აი ქვებს ეხეთქები და ხანაკეთ მიგაგდებს, ხანაკეთ მოგაგდებს და ვერც ხედავ რა, აი წინ საერთოდ ვერ ხედავ. იმდა ისეთი ახლართულ დახლართულ რაღაც ლაბირინთებს მიყვები რა და კიდე ერთხელ აი ესეთ რომ ჩამოვაყალიბო ეს გაჩერება, არ გაჩერება, აი ეს იყო რომ აი გავჩერდი რომ რაღაცა მიზანი დამესახა, დამენახა გზა, დამენახა რა რომელ კალაპოტს თუნდაც რომელ კალაპოტს ვირჩევ, რომელ დინებას მივყვები და მე თვითონ რომ მართო რა ეს პროცესი რომ ძალიან საინტერესო რაღაც არის. თავისუფლად ცურვაში კი არ ვიყო, არამედ რაღაც მართო თუნდაც რაღაცა ნავი ან მართო რაღაც საკუთარი ფეხები რომ ხო და ეგ კი არ არის გაჩერება, ეგ არის შესვენება იმისთვის რომ დაზვერო სიტუაცია. რაღაც ეგრე გამოდის. აი მაგ შესვენების დროს რა მოგცა ძალა იმისთვის რომ რა მიგანიშნა საით არის სავალი გზა. აი შესვენების დროს აი წარმოიდგინე რომ შესვენების დროს აი ტალღები, აი ცუნამის დროს რომ უზარმაზარი ტალღები, აი ამაში რომ იმყოფებოდი და აი რაღაც მომენტში რომ გაჩერდე და დააკვირდე ამ ცუნამს და ხედავ რომ სინამდვილეში ცუნამი საერთოდ არ არსებობს. ეს უბრალოდ შენს გონებაშია ეს ტალღები და ეს ქაოსი და ეს რაღაცა სხვადასხვა ცუნამები და ასე შემდეგ რა. და აი ეს ყველაფერი ესე შვიდება და ხედავ ჰორიზონტს. აქამდე ჰორიზონტი არ ჩანდა და ჰორიზონტს როგორც კი დაინახა, უკვე ხედავ კონკრეტულ გზას, როგორ უნდა მიხვიდე იმ ჰორიზონტამდე რა. და სანამ აი გონებაში აი ეს ხმები, ქაოსი, არ ვიცი რა დავარქვა, რაღაც ჯოჯოხერთი არ დააწყნე და არ დაამშვიდებ, ვერც გზას ხედავ, ვერც ჰორიზონტს ხედავ, ვერც ვერაფერს ვერ ხედავ რა და ეს ჰორიზონტი არის აი ეს სიმშვიდე რა. მე ეს სიმშვიდე გაძლევს იმის საშუალებას და უნას, რომ კი არ მოეშვა და საერთოდ უბრალოდ
წერტილში გაიყინო და მთელი ცხოვრება რაღაც ბინოკლით აი მზის ჩასვლას უყურო ან ამოსვლას. არამედ პირიქით იმოძრავო რა იმ ჰორიზონტისკენ რა. მაგრამ ის რაც უფრო შორს მიდიხარ ის კიდე უფრო შორს იწევს რა, ხო? ანუ რაც უფრო ახლოს მიხვას ჰორიზონტთან, ის ჰორიზონტი კიდე უფრო მეტად გადაიწევს იქით. ხო, ეგ გამოდის დაუსრულებელი გზა. დაუსრულებელი გზა არის, მაგრამ ეს გზა არის და ეხლა და მუღამიც მაგზაშია. ხო, აბა რა ეგ არის იმ დრო თუ არ გადადგი რამდენიმე ნაბიჯი ვერ დაინახავ იმ თქვათ იმ ჰორიზონტის იგით რა ხდება, ხო? მე იქ დაინახავ, მე კიდე აგრძელებ და ეს დაუსრულებელი პროცესი არის და ამ დაუსრულებელი პროცესის გარეშე რა გამოდის, რომ უბრალოდ კმაყოფილდები იმოცემული სიტუაციით და თვითკმაყოფილებაში ხარ და თვითკმაყოფილება და საერთოდ კმაყოფილება იმაშვება რა ქვია, ანუ მან თავდება შენი შემოქმედებაც, ალბათ ცხოვრებაც რა ყველაფერი მან სრულდება. მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ მადლიერი არ უნდა იყო. შვილის დაბადებამ რა შემოიტანა შენ ცხოვრებაში? ხო. შვილის დაბადებამ შვილის პირველი ტირილი გავს რამე მუსიკას? ხო, ეგეთი ასოციაციები არ მოს, ძალიან რეალურად რო ტირო და თავიდან რო ტირო და არ იყო ძალიან სასიამოვნო, იმიტომ რომ ის არის რა და ანუ ის კი არა რომ წუხდები და რაღაცა, ну ის ხო იცი რაღაც დაუცველია და ვერ ხვდები რა აწუხებს და თან ჩემთვის პირველი შეხება ეს ჩულ ბავშვთან, ხო, ესეთ ყოველდღიურ ცხოვრებაში და ვერ გებულობ ეხლა რამე აწუხებს, რამე ტკივა თუ უბრალოდ ინსტინქტია მისი და ტირის და თუ პირიქით უხარია და ამიტომ ტირის და სხვათა შორის შემომთავაზეს რომ ინსტრუმენტი მიმეტანა და მშობიარების დროს, საკეისროთ იკეთებოდა და მარტივია ეს ყველაფერი დამეკრა. მე ხა დააკურით ნამდვილად არ დაუკრავდი, მაგრამ დასწრების სურვილი მქონდა. რადგან ვიცოდი რომ ეს იყო საკეისრო და ბევრად მარტივია ეს ყველაფერი, მაგრამ მე არ შემიშვეს თქვენს რომ ჯობია რომ აქ იყო, იმიტომ რომ ისეთი შემთხვევები ხდება, ხო იცი, იქით მოსავლელები რომ მე დავესწარი. ხო. და ახლოს ვიყავი. მაგაცა რომ აქეთ მოსავლელი გამხდარიყავი, მაგრამ გაუძელი ხო. და მითხრეს რომ ჩვენ ისედაც ვრთავთო კლასიკურ მუსიკას, როდესაც ბავშვი იბადებაო და თუ გინდა მოიტანი შენი დაგრული და შენ ან რეალურად მართლა ბავშვის ტირილი და ჩემი დაგრული მუსიკა შეერწყა ერთმანეთს. რითი მივხვდი რომ ბავშვი დაიბადა, რომ ჩაერთო ეს მუსიკა. და თან ბავშვის ტირილის ხმა იყო და ეს იყო ნიშანი რომ დაიბადა და ანუ ეხა ამას ხო ვიცად ამასაც ვერ გადმოვცე მეგრა რა მდგომარეობა არის და რა მე ეს მომენტი რომ მოიყვანეს და აქ დააწვინეს ჩემს ნიშნობით მუსიკით მოვიდა შენ ცხოვრებაში. ხო, მართლა მუსიკით მოვიდა და ეხლა მუსიკაზე აი დაბადებიდან ესეთი აი ემოციებს ვერ იკავებს რა რაღაცა მუსიკა ძალიან მოყვარს და ეხლა უკვე უკრავ ხოლმე სპეციალურად. ხო, ხანდახან უკრავ ხოლმე და ემოციებს ვერ იკავებს და ჯერ 8 თვის არის და არც ლაპარაკი იცის და არაფერი, მაგრამ სულ ითხოვს რომ სტუდიაში ანუ ერთხელ თუ შემოიყო სტუდიაში, მე ტილს იწყებს რომ უნდა ისევ შემოსვლა და აი მე და ნიკალა რო და სოფორო რეპეტიციებთან ისე რაღაცას იქ უსმენთ, აი ძალიან ის არის ხოლმე რა. და ისე არ მინდა ეხლა თავს მოვახვიო რომ გაიზრდება. ცოტა რაღაცა ჩემში ხა რაღაცა ეგოიზმი რა თქმა უნდა არის და ეს გამიფიქრია რა, ეგეთი აზრი შემოსულა რომ აი რა მაგარი იქნებოდა რომ პიანისტი იყოს და ერთად დაუკრავდით, თქვათ ხო? აკომპანიმენტს გამიკეთებდა, მაგრამ ეგაც ანუ გაგისწორდებოდა რომ რამე უარს არ იყოდა. რო ამბობენ ხოლმე რომ არ მინდა ეს საქმე, აი ჩილს ფული არა. უბრალოდ დღევანდელ დღეს როცა აი ამდენი აი ბავშვი უკვე ვეღარ კონცენტრირდება, ბავშვი კი რა ზრასულებით ვერ კონცენტრირდებით რაღაც დიდ ვიდეოზე, ხო? და ყველა შორტებს და rilsებს და იმებს უყურებს, TikToks და აი ამ დროს როცა iPad-ი ისა რაღაც гаджеტები და ის არის და ეხლა კიდევ უნდა მობილიზდეს და მინიმუმ 1 საათი უნდა იყოს კონცენტრირებული მუსიკისთვის და მე კიდე ან გამოვა იმისგან მუსიკოსი ან არა, არ ვიცი, ცოტა არ ვიცი. ვეღარ ხვდები უკვე. ადრე ეს იყო ერთ-ერთი ხო როგორ სახლში იკრიბებოდნენ პოეზიის საღამოები, ხატრობა, ლიტერატურა, მუსიკა და რაღაცა ცხოვრების შემადგენელი ნაწილი იყო და ეხლა ეს უკვე ესეთი პროფესიათ რომ ადრე ყველა უკრავდა და ყველა ხატავდა და ყველა რაღაცა და ან რაღაც მინი სპექტაკლებსო დგავდნენ და ეხლა უკვე იმდენი რაღაცა არის ისგანაც რითაც შეიძლება რომ გაერთო. ეგ კი არა ეზოში ბავშვები აღარ ჩადიან სათამაშოდ, ხო ეხლა ჩვენ ვერ ამოვყავდით, რა ვიცი, მითი რა ქვია. არა, ყველაზე სიგიჟე იცი რა არის? ჩვენ ეხლა ჩემ დროს მახსოვს რომ შემოვიდა ეს D&D და Sega და Nintendo და PlayStation-ი, მაგარი იყო და რაღაც და თამაშობდით და კი, მაგრამ მე იყო ეგეთი მომენტი რომ ბავშვებმა დაიწყეს YouTube-ზე ყურება სხვა როგორ თამაშობს და ეხლა უყურებენ ძალიან პოპულარულია. ეხლა რა ვნახე, იცი? ბავშვები უყურებდნენ ბავშვი როგორ უყურებს, სხვა ბავშვი როგორ თამაშობს.
სიკიშია. როგორ გინდა რომ მაგას დაეციო ეხლა? არა, უბრალოდ არა. იგნორი. მე რომ დავიძახი რომ დავისვენე და დავპაუზდი, არა სოციალური ის ქსელები თუ რა თქვია ის Instagram-ი და ასე შემდეგ, Facebook-ი გაუქმებული მქონდა და ეხლა რომ მომიწია რა მართლა, იმიტომ რომ არტისტისთვის საჭირო იქ ბილეთების გაყიდვა და თან ეხლა ძალიან ცუდად იღებდება ბილეთების ისეთი სიტუაცია ყველგან და საჭირო სულ რაღაცა კომუნიკაცია აი იმ ხალხთან ვინც 28 ივნისს მეგობრებო. ვინც გაფოლოვებს და ვისაც აინტერესებს რასაკეთებ და ცოტა backstage-ში შემოხედაც აინტერესებს და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ ჯერჯერობით ძალიან არაბუნებრივად გამოდის ეს ყველაფერი და იძულებით შვები და ვიცი რომ საჭიროა და აი თიკო სადუნიშვილი მეხმარება პროდიუსინგში ამ პროექტის და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია რომ აი ეხლა ეს უნდა დავპოსტოთ, ეხლა ეს ფოტო გადავიღოთ, ეხლა ეს ვიდეო იმას და ჯერჯერობით აი ეს სამყარო ისეთია დისკომფორტს მიქმნის რა. მესმის. ჩვენ გვაქვს რუბრიკა ვილაპარაკოთ, რომელსაც ვაკეთებთ ჩვენს პარტნიორთან სელფისთან ერთად. ეს არის რუბრიკა, რომელშიც სალაპარაკო თემას წამოჭრის ხოლმე გადაცემის სტუმარი და არა გადაცემის წამყვანი. შენ იცი რომ ეს რუბრიკა გვაქვს და არ ვიცი ეხა წინასწარ მოხაზე თუ არა რაღაც ჩარჩოები, კონტურები, რაზე ილაპარაკებდი. მაგრამ აჰა შენ ბურთი და აჰა მოედანი. ბოლო წამს მომიფიქრე, რაზეც მინდოდა რაღაც მომენტში მე თქვა. მოკლედ ესე მოხდა რომ არავის არ ჯერა რომ ვარ 20 ეხლა ვარ 39-ის. როცა ვიყავი 27-ის არც მაშინ არ ჯეროთ რომ ვარ 27-ის. როცა ვიყავი არ ვიცი მე 20 წლის მაშინაც არ ჯეროთ რომ 20 წლის და აი ძალიან დავიღალი ამით. ნუ არ ვიცი პირადობით ხო არ ვივლი და ერთი მომენტი ვიფიქრე რომ აი ჩემ პროექტის პოსტერს რო აკეთებდით კამბექი უბრალოდ დიდი პირადობის ის ყოფილიყო რომ დავიბადე 1986 წელს და ესეთი მომენტი მოხდა ერთი-ორჯერ რომ აი საბერძნეთიდან იყო ჩამოსული ნუ ის კონკურსი სავეთ მოვაწყვეთ სახში ძიძის ასაყვანად და გასაუბრება და მოვიდა ერთ-ერთი ქალბატონი რომელსაც ეგონა რომ ჩემი ცოლი რომელიც ჩემზე არის ორი წლით უფროსი ეგონა რომ მაგის შვილი ვარ და ან დავიყალე რა ამით. აი აქ არის სტადიონი, წეგან გეუბნები თუ გინდა გავიდეთ თქო სათამაშოდ. აქ არის სტადიონი შარშან. გაუქმებული მაქვს ხო ეს შარშან არც Instagram-ი, არც TikTok-ი, არც რამ მქონია ის Facebook-ი, არაფერი არ მაქვს და ნუ არ ვარსებობ რა ესე ვთქვა და არც იციანი ბავშვებმა ვინ ვარ და ალბათ იქნებოდნენ 12-13 წლის ბავშვები და ყოველ დღე გამოვიდოდნენ გიო ვეგონდნენ ნუ აი რაღაცა მაღალი ვარ პროსტარა და რაღაცა 19-20 წლის აი მე რო ვკითხე მე რა ვერ წარმოედგინეთ რომ უფრო დიდი ვიყავი და ეს რაღაც მე კი თავს გზნობდი რაღაც ფეოლასავეთი გადავდიოდი ამ ბავშვებში და ვთამაშობდი, მაგრამ ნუ იგივე ისეთ სიამოვნებას ვიღებდი, რომ ყოველ დღე ვთამაშობდი და მე ერთ-ერთი ბავშვმა მთხოვარი ძაღლები არიან და შენო მაღალი ხარო და გამაცილია რომ მივაცილე, ანუ მანქანით ავიყვანე იქ ზემოთ სახლებში. იქ დაგვხვდა ამ ბავშვის დედა და დიდი მადლობაო და რაღაცა აი ხა ზუსტად კონკრეტულად არ მახსოვს რა მითხრა, მაგრამ ნუ მივხვდი რომ რაღაცა ჩემი გულშემატკივარია ხო და ნაკოფია ჩემ კონცერტებზე და რაღაცა აი დადებითად რაღაც წარმატებებით მისურვა და ასე შემდეგ და ეს მივხვდი რომ ეს ჩემი პატარა ძმაკაცი რომელიც ცოტა რაღაც ისე ფამილიარულად და შეჩემათი მელაპარაკება ну ვერ მივხვდა ну რა კონცერტი რა გულშემატკივარი რა მსმენელი და ეთყობა ну სახში რაღაცა კითხა მეორე დღიდან აი დამთავრდა რა ეს სამყარო დაიმსხვრა იმიტომ რომ მეორე დღიდან გავიგირო თქვენი მეუღლე გიორგი ორსულად არის და როგორ ბრძანდება ხო და გმადლობთ რო ვეკითხებოდი ვა რაღაც სახელში როგორ ხარ და გმადლობთ თავად როგორ ბრძანდებით და რაღაც წელს ჩამოვიდნენ აღარც მეძახიან მართლა გეუბნები ცოტა საკაცობა დამთავრდა მას ყველაფერი დამთავრდა ამდენი იმიტომ მოყევი რომ მინდოდა უბრალოდ მელაპარაკა იმაზე რომ ვარ თითქმის 40 წლის და არ ვიცი ეს ვიც გავხარ. პატარა ბიჭი აღარ ხარ. ხო, პატარა ბიჭი აღარ ვარ და გაითვალისწინოთ რა. მაგრამ გაითვალისწინონ ასევე ბავშვებმა რომ ფეხბურთის თამაში ისევ გიგა. კი. და გიძახონ ხოლმე. და დაანჩემს რომ ამოლენ, გთხოვთ დამიძახოთ. ისევ ის გიორგი ვარ. თითქმის 40-ის, მაგრამ ისევ გიორგი. კი. მადლობა. მადლობა შენს. მეც ძალიან ეხა უყურე
სანამ დავასრულებთ ჩვენს საუბარს, გუთხრათ comeback-ის ამბავი კიდევ ერთხელ. შენი comeback-ი ასევე ქვია shows live-ს, ხო? ასევე ქვია, ხო, comeback-ი და comeback-ი ქვია. ხო, როგორც ნახე წარდგენაში ამბობ, რომ გეკითხებოდნენ, როდის არის comeback-ი, როდის comeback-ი. ხო, მეკითხებოდნენ რა, როდის გავს. პირველივე დღიდან, აი როგორც კი თქვი, რომ პაუზას ვიღებ, პირველივე დღიდან უკვე თუ მეორე დღიდან დაიწყო ლაპარაკი, რომ გიო როდის გავს comeback-ი, comeback-ს როდის აპირებ და ესე დავარქვი comeback-ი რა. ხა რეალურად comeback-ი ხო დაბრუნებას ნიშნავს, მაგრამ მეორე სხვა მნიშვნელობაც აქვს, რომ ეს comeback-ი არ არის მხოლოდ სცენაზე დაბრუნება, არამედ რაღაც დაბრუნება საკუთარ თავთან და მთელი სცენარია მოკლედ ამ მუსიკალურ შოუს ესე შემიძლია დავარქვა, იმიტომ რომ ამ შოუში ერთი მომენტში ჩემ ბავშვობაშიც ბრუნდები და ჩემს რაღაცა შინაგან ბავშვს შევხვდები, რომლისგანაც რაღაცა სუპერ ძალებს ავიღებ იმისათვის, რომ მე აეკ პრობლემები გადავჭრა და ნუ შემიძლია რამდენიმე სიტყვით აღწერო ყველა კარტს არ გავხსნი, მაგრამ შემიძლია რამდენიმე სიტყვით აღწერო, რომ გარდა იმისა, რაც თქვი, რომ მუსიკალური პროდიუსერი ამ ყველაფრის არის ნიკალა და ასევე სოფო ჩოხელი პიანისტი და სამნი იქნება სცენაზე, სცენა იქნება რაღაც მომენტში სიმბოლურად გაყოფილი ორ სამყაროთ რა, კლასიკური მუსიკის სამყარო და ის სამყარო პოპ მუსიკის, რომელიც ბავშვობიდან ან რადიოს, ან ტელევიზორის საშუალებით შემოდიოდა და არ მაძლევდა საშუალებას, რომ კონცენტრაცია მომეხთინა აი ჩემს სამეცადინოზე კლასიკურ რეპერტუარზე და აი ეს იქნება რა, აი დაპირისპირება ამ ორი სხვადასხვა სამყაროსი, ამ მუსიკალური ორი სხვადასხვა სამყაროს დაპირისპირება იქნება, აი ეს ნოსტალგიური მომენტები ბავშვობაში გაგონილი იქა ალაგ-ალაგ, დიენჯელო, ჯემიროქვაი, დეპეშ მოდი და ასე შემდეგ არ ვიტყვი ყველას და აი ეს მომენტი, როდესაც ცოტა guilty pleasure არის რაღაცების მოსმენა სახლში მაგალითად, სადაც მარტო კლასიკური მუსიკას უსმენენ და დავდივოთ კლასიკური მუსიკის კონცერტებზე და გამხელა იმის ვთქვათ რაღაც აღფრთოვანებაში მოყავა რამა თუ იმ არტისტს, რომელიც ასევე ქართველი არტისტები მაგალითად სახე, რომელიც დღემდე ძალიან მიყვარს, ეს ცოტა რაღაც ცუდ ტონად ითვლება ჩემს სახლში და მე შემოდის AI-ის სახით კიდე ერთი პერსონაჟი, რომელიც მეხმარება აი ამ სამყაროში მოგზაურობაში და მოკლედ რაღაცა ესეთი შოუ მუსიკალური მიუზიკლივით შეიძლება თამამად დავარქვა, გამოდის 28-ში, ეს იქნება პრემიერა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თქვათ მომდევნო თვეებში და მომავალში ხშირად გავიმეორებ, იმიტომ რომ სულ ამას ვიძახი, რომ აი ვერ კმაყოფილდები მხოლოდ ერთი ან ორი კონცერტით. კი, ტურში როდესაც ხარ ადამიანი გიწევს, აი რასაც ვამბობდი, რომ დაუკრა ბევრჯერ ერთ და იგივე, მაგრამ მაშინ მე ვერ წვიდავდი, მე არ ვადგენდი იმ კონცერტის პროგრამას და ჩემზე არ იყო დამოკიდებული და ეხლა პირველი ნოტიდან ბოლო ნოტამდე განათება ვიზუალი, ყველაფერში ჩართული ვარ, ყველაფერი რაღაც ჩემი იდეების საფუძველზე აიგო და ამიტომ მინდა რომ ხშირად გამეორდეს და სხვადასხვა ცვლილებებით შევიტანო. რა, როგორც სპექტაკლის დროს, ხო, პრემიერა და მეორე სეზონის განმავლობაში ხშირად იმეორებენ. აი ძალიან მინდა რომ აი ესეთი რაღაცა სეზონური სპექტაკლივით გავაკეთო, სადაც შევძლებ რომ ხშირად გავიმეორო და რაღაცები ვცვალო. რა, იმიტომ ეს პროცესი არის ჩემთვის ძალიან სასიამოვნო. რეალურად ხაი რეპეტიციაზე როგორ სიამოვნებასაც ვიღებ და რა ენერგიასაც ვიღებ. ეს კიდე ცალკე თემაა და კიდე რაღაც ცალკე სამყაროა, ხო? კონცერტს თავისი ბენეფიტებია, რა თქმა უნდა, მაგრამ აი ეს რაღაცა პროცესი მინდა რომ გაგრძელოთ ჩემს ცხოვრებაში და ნახოთ. მადლობა. მადლობა. აბა თქვენი ცით მოკლედ. მადლობა. მოგისმენთ. მოვალ. დიდი მადლობა გეუბნები. მოვისმენ, სიამოვნებას მივიღებ. აბა დააჭირეთ ღილაკეთ, გვეყო, ისე შევაწუხეთ ადამიანს.